ვარ თვითონ არ ვიცი, მაგრამ ნამუსად რო ცხოვრობ და ნამუსიანად კაცებში ეს ზამია ამას წყალი ვერ გაუადა. დანარჩენი უფალი უწყის. ახლა მე ვინა ვარ, მე არ ვიცი სიმართლე გითხრა. სიყვარული რომ მიყვარს, მოყვასი რომ მიყვარს, ეს ფაქტია ზამი და დანარჩენი ყველაფერი უფალი მოგვიწყობს, შენ გეხუტუნე. ზამი რა მინდოდა რომ შემეკითხა ახლა მე. ძალიან ასე რო დააკვირდები, ხო, ჩვენი თამარი რო არის, ხო, ახლა იმიტომ შენ ციცნობ და გვაქვს ურთიერთობა. რო ასე დამბლოკა არა უშავს, სამი არა უშავს, მაგი ახლა მაგასაც ბევრი ბლოკავს. ხდება ასე, არა უშავს, დიდება უფალს. მე მაქვს ურთიერთობა, ვისმენდი გუშინდელ მაგისა უბრალოდ და მანამდე ლაპარაკობ და ზამი, მაგენი ახლა მარცვლავენ ახალ ქართულ ენას, ზამიკო და რა ვიცი ახლა ძველის დავიწყებით, ახალ ქართულ ენას ისე კარგად მარცვლავენ, გეგონება მართლა შეხედე რაფერი ყოფილა ყველაფერიო, მაგრამ რო დაფიქრდები, ზამი, ხო? ახალ ქართული ენამდე ძველი ქართული ენა ხო იყო მართლა ნამდვილი ქართული ენა და ახლა ძველი თუ დავივიწყეთ ახლიდან როგორ ვიმსჯელოთ მიხვდი ზამი ცოტა ეს მაპკოლებს თორე კი ახლა ვიღაცა მეცნიერები კაცებთან ქონდა მაგას თემაზე გუშინ საუბარი ხო და ძალიან ისე ახლა ახალი ქართული ენა ძალიან ისე დაყვეს და დამარცხეს არიქა ყველაფერი ასე არისო და ძველი ახლა არ მომიმეცა საშუალება კი მივწერე, მაგრამ პასუხი აღარ გავუცემიათ მე. ძველი ქართული ენა სადმე აქვს? ძველ ქართულ ენას რატო არ მარცვლავენ? მასე თუ მართლა მაგდენი ჭეშმარიტება არის ქართულ ენაში. რას მეტყვი, ზამია? ეს არის სამუნები მერვე საუკუნის, ნახე, რამხელა ბიბლია მაქვს. ოკეი. ეს არის პირველი ტოპი მარტო. ას ხელნაწერები არსებობს. მერვე საუკუნის ქართულ ენაზეა ზამი? კი, ხელნაწერთა ინსტიტუტმა გამოსცა ეს. პირველი ტომია ჯერ, ეს მეორე ტომია, ხო, მეორე ტომი. აგერ ამხელა უყურე. ხო, ძველ ქართულ ენაზეა ზამი? სულ ძველ ქართულ ენაზეა. აქ არის ფსალმუნები. ხო. აქ არის ფსალმუნები. აი მაგალითად 100-ე ფსალმუნს წავიკითხავ მე. ორი ხელნაწერი არის. და მე ახალ ქართულად და ებრაულადაც წავიკითხო. ებრაულად არ მინდა ზამი ძველ ქართულად და ახალ ქართულად წავიკითხოთ იმიტომ რომ ებრაული რაღაცა ზამია სულ არ მიმდის გურზე შენ გეხუტუნე შეიძლება ვწდები მაგრამ რაღაცა ასე ვფიქრო ეს ებრაულიდან არის თარგმნილი ანუ თვითონ აქ წერია მთლიანად ეს ტექსტები რაც არის ძველ ქართულიდან არის ებრაულიდან თარგმნილი კი და ამიტომ ზამი ჩვენ ქართულ ენებზე წამიკითხე მე ვიცი მაგ ფსალმუნები რუსულად ოღონდ ზეპირად ებრაული რატო გითხარი, იცი, ებრაული გითხარი, რომ ებრაული ვერსიას წავიკითხავ ქართულად თარგმნეს. შეცვლილები არის? კი, ძალიან ბევრი რაღაცაა შეცვლილი. ანუ თარგმანში არის შეცდომები დაშვებული. რომელიც საფუძვლიანად ცვლის სიტყვას? აზრი იცვლება, ან ნახე რა ხდება უყურე? ხო. მე რატო მინდა რა 100-ე ფსალმუნი არის. დაყოფილიც არასწორად არის. ქართული ფსალმუნები თუ აქვს ალბათ გადაშალე შენც ნახე კარგი იქნება 119 ფსალმუნია შენთან ჩემთან მაგი უნდა იყოს 119 ფსალმუნი რომ 119 მაგი მე-7 კანონია თუ მე-8 კანონი არა რომელი კანონია ნეტავი დაიცადე ნახავ ხარ არა მე უფრო მეტია ანუ მე-13-ია მგონი მე-16 კანონია მე-16 კანონია ეგრე მიწერს აქ კანონი მე-16 რქუა უფალმან უფალსა ჩემსა დასჯეთ მარჯვენით ამაზე ამბობ? ხო კარგი მიდი აბა ზამი 119 ფსალმუნია ჩემთან აი დავიწყოთ ნახე ორნაირი ვერსია არის ერთი არის მერვე საუკუნის მეორე ხეთური ხელნაწერი არის მიდი აბა ზამი ვინ თარგმნა? აბა უფალსა ჩემსა ეს ვინ თარგმნა? ეს ხელნაწერი არის. ანუ თარგმნილი არ ვიცი ზუსტად რომელისა. და რომელი საუკუნის არის მაგი? სამუი დავით ძლევაი ქრისტესი ფსალმუნი რთ. ეს არის მერვე საუკუნის. რაც არსებობს ხელნაწერი. ყველაზე ძველი ხელნაწერი. ამაზე ძველი ხელნაწერი არ არსებობს. კარგი ზამი. თქვა უფალმა უფალსა ჩემსა დაჯეკით მარჯვენით ჩემსა ვიდრემდის დავხსნებ ტერენი შენი ქვეშე ფეხთა შენთან. კვერთხი ძლიერებისაი გამოგივლინო შენ უფალმა სიონი და უფლებდე შენ შორის ტერთა შენთან. შენთან არის მთავრობაი დღეთა ძლიერებისა შენისა და ბრწყინვალებასაც წმინდათა შენთასა
საშოითვე მთიებისა წინა გვიშევ შენ. ნახე? სულ სხვა ტექსტია. მან როგორ არის? აბა წაიკითხე ეგა მესამე. შენ თანა არს მთავრობაი დღესა ძლიერებისა შენისასა ბრწყინვალებასა წმინდათა შენთასა საშოით მთიებისა წინა გვშევ შენ. ხედავ აზრი არის შეცვლილი. აქ ნახე რა წერია. მიადება თვალყური. შენ თანა არს მთავრობაი დღესა ძლიერებისა შენისათა. შენისასა არა, შენისათა. შენისათა შეცვლილია. ხო, მერე ბრწყინვალებასა წმინდათა შენთასა. შენთასა არის აქ. წერტილი, ხო. საშოითვე მთიებისა წინა გვიშევ შენ. მან როგორ არის? შენ. ჩემთან არის ქსევ. შევარი, ხო? ხო. აქ არის საშოითვე მთიებისა წინა გვიშევ შენ. გვიშევ წერია. ხო, აქ არის ქსევ შენ. ო, არასწორია. კი, მაგრამ მთლიანობაში ახლა მაინც მე მგონი ერთი და იგივეს ნიშნავს, ხო, რო დაფიქრდე. არ ერთი იგივე არ არის. ქსევ შენ და გვიშევ შენ სულ სხვადასხვა პიროვნებებზე ესაუბარი. არ არის, ანუ აზრი იცვლება. შემეწე მე უფალო ღმერთო ჩემო და მაცხორე მე წყალობითა შენითა. და ცნედ რამე თუ ხელი შენი არის და შენ უფალო ყავ ესე. მე გაგზელებ ეს არა დაიწყე? არა, ხო. მესამე მეოთხე ფუცა აი კიდე გზელდება ხო? ფუცა უფალმა და არა შეიქმნა. შენ ხარ მღვდელ უკუნისამდე წესსა მასე და მელქისედეკისა წერია. მელქისედეკისა. აქ ზ წერია სს მაგერად. ნუ ხო, მაგი ახლა წვრიმანია, კარგი, მაგას დიდი ყურადღება არ მივაქვს. უფალი არის მარჯვნით შენ და ნახე, უფალი არის მარჯვნით შენ და შემოსნეს დღესა რისხვისასა მეფენი. საჯნეს წამართნი და აღავსნეს ბრძორებითა შემოსნეს თავნი მრავალთანი ქვეყანასა ზედა. ნაღვარევისაგან გზისა ასვას, ამისთვის აღამაღლოს თავები. ამით მორჩა ეს 119 სალმონი. დიახ. ეხლა ნახე როგორ არის აქ ორიგინალში. არის 100 არის ორიგინალში. აჰა. არა მეც ახლა ქართულ ენაზე, ახალ ქართულ ენაზე რო ვკითხულობ, არ მომწონს და ძველ ქართულ ენაზე უფრო მომწონს, ხო და ჩვენი ახალგაზრდები და ჩვენი ახლა კაცებიც, დედებიც შესწომას სხვა მარცვლავენ ახალ ქართულ სიტყვებს, რატომ მარცვლავენ, ძველი რომ მარცვლონ, ნარჯობია? უფრო სიმართლე ნახე უყურე? მე დავით მიზმორ, ეუმ ლადონაი შევლიმენი აშით იოვეხა ოივეხა ხადომ ლერაკლეხა. ეხლა ნახე აქ რასამს. ეს არის ახალ ქართულად ებრაული ნათარგმნელი. ეხლა მალე გამოვცემ ებრაულ ფსალმუნებს ახალ ქართულად 500 გვერდი არის. კი ზამი. ეს დავაკაბადონებ. კი ზამი, შენ გეხუტუნე, ჯამთელად იყავი და არ იჩქარო ზამი, ნელა-ნელა გააკეთე ყველაფერი. ნურსად ნუჩქარო ზამი. არა, რა ვიჩქარო, მთელი ერთი თვეჯექი თვალები დავითხარე. ამის იმაში. ორი თვე იყავი, სამი თვე იყავი ნუჩქარო, შენ გეხუტუნე, ნუ. აგე შეხედე უყურე დღეში ვარ. ამდენი წიგნები არის. ხო, მიხედე თავს, ფრთხილად იყავი ზამი. ჯამთელობის ფასი არაფერი არა გვაქვს, ხო იცი? ჯერ თავო და მერე სხვაო, შენ თუ ვერ იქენი კარგად რა თქვინდა მაგისანა საქმე, ზამი თავს მიხედე და ისე აკეთე ყველაფერი. კარგადაა ყველაფერი კაცო. ამინ. ნახე უყურე. როგორ იწყება. აღაც დავითის ფსალმუნი უთხრა იახვემ უნდა ეწეროს, ანუ აქ ნახე როგორ არის აი ეს ტერმინი, უფლის სახელი. უთხრა იახვემ მეუფეს ჩემსას. დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავანარცხებდე შენს მტრებს, შენს ფეხთა სადგამად. კვერცხს შენი ძდა ძალისას გამოგიგზავნის უფალის მაგერად წერია მესამე მოხში, აი ნახე. ადონაი, აი ეს. ერისებაი გამოგივლინო შენ უფალმან სიონით. ო, ეგ უფალი არის მამა ღმერთი. კვერცხის შენი ძალისას გამოგიგზავნის უფალის სიონით. იბატონე შენს მტერთა შორის ვის ეონება? ეონება ძეს, ისა რა ქვია, მამა ღმერთი. და უფლები შენი ხალხი მტერთა შინა. მიახლოვით მასე არ არის? ხო, მტერთა შორის. ანუ ხო ხვდები, ანუ ის სახელი უფალი სადაც წერია, მანდ არ იგულისხმება იესო, იგულისხმება მამა ღმერთი. ეონება ძეს. კი ბატონო.
ყველს შენი ძალისას გამოგიგზავნისო უფალიო, ანუ მამა ღმერთიო, დავითი ეონება იესოს. სიონიდან ვიბატონე შენს მტერთა შორის. შენი ხალხი მოხალისე წამოა შენი გალაშქრების ჟამს. წმინდა ბრწყინვალებით განთიადის საშოდან გშობე ვითარცა ცვარი. აქაც ხო საშოითგან საშოითვე მთიებისა წინა გვიშევ შენ. აქაც იგივე წერია, ნახე, საშოდან გშობე ვითარცა ცვარი. დიახ. დაიფიცა უფალმა, ანუ მამა ღმერთმა და არ მოინანიებს. შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით. ვის ეონება ამას დავითი? შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე იესოს, ხო? აა მისი ხილვებით იესოს ალბათ, იმიტომ რომ მაგი ხო ჯერ ქრისტემდე იყო და ალბათ ასე უფალმა ანახა რომ ქრისტე უნდა მოევლინოს, ხო ასე გამოდის სამია? ხო, ახლა მეხუთე მოხში არის მერე უფალი შენს მარჯვნივაა. რისხვის დღეს მოსპოს მეფეებს. უფალი ვის მარჯვნივაა? ვის ეონება დავითი ამას? თავის თავს ხარ ეონება. იესოს ეონება, ხო? უფალი შენს ანუ მამა ღმერთის მარჯვნივაა. დიახ, ხო. დიახ, აქ ყველგან აბსოლუტურად აი მეოთხე მოხში იახვე, ანუ ებრაული სახელი პატრიარქ მაწუთკა რა. აგენახე მეხუთე მოხში, მეოთხე მოხში. სამი ჩვენ ქართულად მაინც იახვეს ხო არ უნდა დაუძახოთ, ჩვენ ხო უფალი უნდა დავიძახოთ, უფრო სიყვარულით გამოდის რაღაცა ჩვენი ბაგეებიდან, ასე არ ჯობია? იახვეს ხო არ დავიწყებთ ეხლა ძახილს? რა ვიცი? უფალის სახელი არ არის. ღმერთს თავის სახელი აქვს. უფალის სახელი, უფალი არის წოდება. უფალი არის მაგალითად შეიძლება იესოსაც უწოდო, შეიძლება აბრაამსაც უწოდო, როგორც ელიაზარი უწოდებს. ჩემი უფალიო აბრაამიო. და ღმერთი რას ნიშნავს აბა? ღმერთი არის წოდება, ანუ მრავალი ღმერთები არის. ღმერთებს შორის გიგალობ. უფალი რა არის? უფალი ბატონს ნიშნავს, დომინუსს. ანუ ბატონი. მაშინ ზამიკო ჩვენ ადამიანები ხო? მამა ღმერთს სახელი მოუფიქრეთ იახვე, მაგი ებრაელებმა მოუფიქრენ სახელი და მე მგონი არ არის მაგი სახელი, რატო უნდა დავარქვათ უფალს? ებრაელებმა არ მოუფიქრეს, ანუ ეგ სახელი ამოიღეს ბიბლიიდან. რატო ამოიღეს? იმიტომ რომ ორიგინალში წერია, ვერავინ ვერ იტყვის რომ სამურები ქართულად დაიწერა. ეს რაც არის ორიგინალი არის ძველი წერტაღისხვის 300 წელს დაწერილი. ებრაული სამურები მაგ შედარებით ტექსტებსაც. იქაც იახვე წერია. სანამ ქართულად იქნებოდა ტექსტები ნათარგმნი, მანამ არის ეს სახელი გრაგნილებში აღმოჩენილი. ამიტომ ამ სახელის დაწერა მოახდინა საპატრიარქო. ესე იგი სახელი არის იახვე, ქართულადაც იახვე უნდა დაუძახოთ ჩვენ უფალს? მე ეგრე ვამბობ, რა იახვეს ვამბობ. შეხედე, მე რო ახლა ვახსენო უფალი და მე რო შემეკითხონ, შენი უფალი ვინ არის? მე უთხარი, ვეუბნები რას, იცი, ჩემი უფალი არის, ვინც ქრისტეს შუა და ვინც სიყვარული გვასწავლა თქვა. ასეც ხო შეიძლება რო თქვა და მაგალითად ხო ესეც ხო იგივე უფალს ნიშნავს, არ შევცდები მაგაში, იმიტომ რომ ღმერთებიც ბევრი არის, ხო, მაგი 91 ფსალმუნშიდაც ხო წერია, დაждდა უფალი ღმერთებს შორისო და რატოსჯით, ასე ხო გახსოვს, ასეც ხო არის კიდე. ღმერთებს შორის ქნა სამართალი, აგეთო ღმერთი ღმერთებისაო, უფალი ძალთაო. დიახ, ხო. უფალი ძალთა იესო ქრისტე არ არის. უფალი ძალთა რო არის, თაბაოთ უფალი. რო შეგეკითხებიან ახლა იახვე ცოტა ყურში ცუდად ხდებათ ამათ მართლმადიდებლებს. უთხარით საბაოთია თქო. საბაოთ უფალი კი ბატონო, ასე კიდე შეიძლება, ხო, თორე მეც ახლა ცუდად ხდება, იმიტომ რომ მე ზამე რა მიმაჩნია, იცი, ებრაელები ახლა ხო სულში ვაჭრობა აქვს და ეს დიდი ცუდვა არის, ზამია. მივხვდი და ეგენი არ არიან ებრაელები. ეგენი ებრაელები არ არიან. ეგენი არიან ხაზარები, ნამდვილი ებრაელები არიან ჩრდილოეთის ქვეყანაში. ხო, მაგრამ სადაა მასეთები ჯერ არ მინახია ჩემი ცხოვრების მანძილზე, მე ჯერ ვერ შევხვდი მასეს და რასაც მე შევხვდი, ყველაფერი არიან გაწაფებული ვაჭრობაში, ხო და მაინც ებრაელები არ არიან ზამია? მე რა მგონია ზამია? ქრისტე. ხაზარებმა მიიღეს ებრაული ტრადიცია, წინ დაიწვითეს და ავტომატურად გახდნენ ჯულის მიმდევრები თორე სიამდვილეში სულთა სისხლით. ეგენი არიან ხაზარები და 5%-ით არიან ებრაელები. ზამი ეს ხაზარები როდინდელ დროს ამბობ ბიბლიაში რომ იმის მოჭრა რო იყო თუ როდინდელ დროს ამბობ მაგ ხაზარები საიდან მოდიან? ვაჭრები არიან მაგენები? 1907 წელს ჩამოყალიბდა თუ არ ვცდები თუ 1950 წელს ისრაელი არ არსებობდა პალესტინაში. ეს ახალი ჩამოყალიბებულია. იგი არ არსებობდა ბოლო 1000 წლეულები, თორე ადრე ხო არსებობდა ისრაელი მაინც ხო? ქრისტე ხო მოევლინა. მე როგორ არა, ეგ ფაქტი არ არსებობს, იმიტომ რომ მე
გამოვიკვლია განაშხოდება და ქრისტე ბეთლემში დაშენ ეფრათას ქვეყანაო არაფრით ახარ უმცირესი იუდას ქალაქებს შორისო ხომოს მიქაცინასამეთქო და ეფრათას ქვეყანა ისრაელში არ არის საერთოდ ისტორიაში არ არის ეგეთი ქვეყანა. სამიკო, ეს რა ქვია, უფლის საფლავი რო არის, ახლა ეს მე მგონი რა, ახლანდელი მოძებნილი აქვს ინტერნეტში ვნახე სულ ბოლო რამოდენიმე 10 წელების უკან მოძებნეს და დაიწყენ, აი იგი არის მაგის საფლავიო და ამაზე რა სიტყვი ძალიან ტყუილია, იმიტომ რომ ქრისტე არ იცის როდის მოკლეს, რაზე მოკლეს, ის ჯვარიც არ არის დაპოვნი, რაზეც მოკლეს და არის ვერსია მზის დაბნელება რომ მოხდა ეს იყო თურქეთის ტერიტორიაზე დღევანდელი ტავ-კლარჯეთის ტერიტორია დღევანდელი და ის რომ სამი ძელი რო ამოიღო მეფე ალექსანდრეს დედამ თუ რაღაცა სახელები ეს უსად არ ვიცი ეს ტყული იქნება შენი აზრით არა ტყული არ არის მაგრამ ის ძელი ჯვარი არ იყო ის ძელი იყო ძელი ცხოველისაც ეძახდნენ მაგაზე დაზარიც არის ძელი ცხოველისა ხო და ქრისტე მოკლეს ძელი სამის ჯვარისაითა ჯვარის ნიშნავს წამების სინონიმია ტანჯვის სინონიმი აი ეს ჯვარი და შეომიდექი ძელი სამის ჯვარისაითავო მოკლესო ქრისტესო ბასილი დიდი ამბობს ანუ ძელი რაღაცა არის ნახსენები და მე ჯვარი თუ ჯვარი ისე და ძელს კუმის ხობს ესე იგი მოკლეს და ჯვარი არის ტანჯვის სინონიმი ის ჯვარი არ არსებობს ისა ჯვრის მონასტერი როა ხო იცი მცხეთაში მანდ ვიყავი მასულ ბერებთან და შევეკითხე რა მეთქი ქრისტეს ჯვარი მეთქი სად არის მეთქი რომ კიცი როგორც კიცებულება რომ მოკლეს ქრისტე ჯვარზე მეთქი და ეგო დანაწევრის უდა ეკლესიებს დაულიგეს და მე ვთხარი როგორ შეიძლება მახელა სიწმინდის დანაწევრება როცა ყდარსაც ოცხლებდა ხო იქ შეეხო და ყდარი გაათუცხლა ჯერ იქ არც წერია ჯვარი იპოვა ელენემო წერია ძელი იპოვის აჰა რა კარგია რომ პეტრეც ამბობს ძელი პეტრეც ამბობს ძელი იპოვის და მე ვიცი რომ მაგას იმნახავენ გერმანიაში ადრე გერმანია იყო რომის იმპერიის ერთ-ერთი რა ქვია მაგას კოლონია იყო დიდი ტაძარი რო არის ხო მაგას კიოლნში რო დიდი ტაძარი რო არის იქ ალბათ ხო არ ვიცი რავი ეხა როგორი თემა იცი უყურე იესო ქრისტეს კვართიც იძახია რომ რუსეთის ცხოველში იყო და მუსლიმებმა ამოიღეს და რუსეთს მიუტანეს რუსეთის იმპერატორს საჩუქრათო ეგეთი ისტორია არსებობს მაგრამ ესენი იძახიან ეხა კათოლიკები რომ იმ გერმანიის ერთ იესო ქრისტეს კვართი მაგრამ რუსები იძახიან რომ ჩვენთან არისო ნუ ზამი დიდი და კიდევ ვიღაცა გამოყვეს სამი ადამიანია ეკლესია რომელიც იძახის რომ ქრისტე კვართი ჩვენთან არის და ვეღარ გავიგე უკვე როგორია მართა ხო ზამი ახლა ისეთი უბედური დრო არის ხო იცი სიმართლე და ტყუილი ძალიან გადაზერილია ერთმანეთში და მოვა მაგის რო ღმერთი ყველას ერთად რო შეგვრივავს ხო სიყვარულით მოსერულ ადამიანებს მე ალბათ ვიმარხულებთ 1-40 დღე და ხილვები გვექნება რა და როგორ არის სიმართლე მადროს მოგვივა იქნება ჩვენს მოვესწროთ მაგას ზამია თუ არა და დიდება უფარს ჩვენ მაინც მადლით ვიცხოვროთ ზამი შენ რა გამეცი მე პასუხი იცი ახლა ეს ჩვენი თაობა რო ახალგაზრდა ეს ჩვენი მამაკაცები დედები ახლა გუშინდელი იმას ვამბობ თამარი ახლა მე პატივცემ იმიტომ რომ ძალიან შრომელი ადამიანია შედობა მიძე ღმერთმა კარგი გოგონა არის ხო და შეხედე რაზე იყო ბევრი კაცებთან ქონდა საუბარი და ამ ახალ ქართულ ენას მარცვლავენ გაიგე და ბიჭო ახალ ქართულ ენას რომ მარცვლავთ ახალ ქართულ ენამდე ძველი ქართული ენა როდის გაქრა საქართველოში როდის შემოვიდა ეს ახალი ქართული ენა ძამი და რატო მარცვლავენ ახალს და ძველს რატო არ მარცვლავენ ასე 60 გამოყავთ ახალ ქართულ ენიდან ისე მარცვლავენ სიტყვებს გაიგე რომ შეიძლება რაღაცა ვარაუდებით გაყვე და დაიჯერო მაგრამ ძველი თუ დავივიწყეთ ძველისას უნდა იმარცვლებოდეს ალბათ უფრო მეტიც და არის ამაში რამე ჭეშმარიტება ახალ ქართული სიტყვებს რო ასე დავენდოთ და გავყვეთ და რომელ წელს შემოვიდა ახალი ქართული ენა ძამი შენ რას მეტყვი კიდე ეს ორი კითხვაზე გამეცი პასუხი ასომთავრული მხედრული ნუსხახუცური ეს სამივე იყო დამწერლობა პირველი იყო ყველაზე ძველი ასომთავრული იბერიელმა ქურუმებმა შექმნეს მერე იყო ნუსხახუცური რომელიც სომხებთან ერთად შეირივნე და სხვათაშორის სამუნები დღეს რაც აგვაქვს ეგ სამუნები ხარაც შენ წაიკითხე სულხან-საბამ თარგმნა სომხურიდან და ნუსხახუცურად არის დაწერილი ნუსხახუცურად არის დაწერილი ეგ მეორე დამწერლობა იყო საუკუნეები ძამი მიახლოებით საუკუნეების რო დამისახელო მიახლოებით ძამი სომხური ძალიან ძველია აი ბაბილონი რო იყო ნაბუქოდონოსორი და ისრაელი აი დაახლოებით მაქედან მოდიან ეგენი და სპარსეთის იმპერია მესამენა ახალი დღევანდელი ჩვენი ეს ამხედრული უკვე დავით აღმაშენებლის დროს უკვე იყო რა ახალ ქართული საუბარი
აჰა, ესე იგი გამოდის მაინც ერთი 1000 წელიწადზე მეტი, ხო, ასე მეტი, ხო, მიახლოებით 1000. ვეფხისტყაოსანი მაგ ენით აიმენი დაიწერა, ახალი ქართული ასოებით დაიწერა ვეფხისტყაოსანი. ხო, მაგრამ ძველი სიტყვებით რო წერია ძალიან არ წერია ძველი ძველი ისინით არის, მაგრამ დამწერლობას გეუბნები რომ დამწერლობა იყო უკვე. არსებობდა ეს. აჰა. ძამი მითხარი ახლა ეს რა ქვია, კარგი. იგე წლოვანობები მიახლოებით გავერკვია შენ გეხუტუნე და მომისმინე ახლა ამ ქართულ ახალ სიტყვებს რომ მარცვლავენ. არის ამაში რამე ჭეშმარიტება, უფრო არ ჯობია ძველი რო დაუმარცვლოთ და უფრო სიმართლეზე ვილაპარაკოთ? ძველი ჯობია, მაგრამ ნახე რა ხდება, მე რო ეხლა ვიღაცას წაუკითხო, საშოთ თიებისა წინა გვიშევ შენ. არ მეტყვის რეპს მეუნებაო და მე რო მეტყვი რომ განთიადი საშოდან ვექშობე ვითარცა ცვარი. აპეცერი. ახლა ქართულად გასაგებად მაგიტომ კარგი რომ გაიგო ძველი. მაგრამ თუ ეხლა გინდა რომ გამოიკურიო ნუმერაცია და ნუმეროლოგია, მაშინ ძველი ქართულიდან ჯობია. სამიკო შეხედე მასევე შეძლებს შენ ძველ ქართულს მასე რომ დამარცვლო, ძველი ქართული რომ მასე არის მარცვლება როგორც ახალი? ხო, ვერ შეძლებ. ხო და იგი მაშინებს, ხო, რამე ცთუნება არ იყოს და ახლა ერს ეხება და რამე ცთუნებაში არ შეგვიყვანოს, მაგან არ ჯობია ისევ, ახლა პირადად ჩემთვის ჯობია ვისწავლოთ ჩვენ წინაპრების ჩვენი სულიერება, ვიდრე ახალ სწავლებებს გავყვეთ რაღაცას. მე მგონი ასე უფრო მართებული არის ჩვენთვის. სწავლებაზე არ არის აქ საუბარი. მე რას ვამბობ, იცი, ვაფშე ყველანაირი რელიგია მოიხსენი თავიდან. ავიღე ტექსტი აიდანაც თარგმნეს ქართველებმა თუ ვინც არის კათოლიკებმაც და მართლმადიდებლებმაც. წავედი უფრო შორს, ქრისტეანდეს წითადრე, ნახე რომ ტექსტი იგივეა, რაც ახლა მე მაქვს ებრაულად, ქუმრანის ტექსტებშიც იგივეა, დაჟე 155 ფსალმოც ვნახე. 3600 ფსალმონი დაუწერე დავით მეფსალმონის. ავდექი და ქართულად რაც იყო ნათარგმნი ებრაული ვერსია, ეს არ არის არც ერთ ქართული მასში ბიბლიებში არ არის. აი რაც ახლა მე მაქვს ებრაული ფსალმონები. არც ერთ ქართულ ენაზე არ არის ჯერდაბეჭდი, პირველი იქნება საქართველოში. შენ გეხუთუნე, კი. და ჩემთვის გავიგებ გასაგებია. ეხლა ძველ ქართულს რო ვაძრი, ხო? და ხედავ, შინაარსი არის სხვადასხვა. ანუ არ ვიცი მე უკუნისამდე არ არის, ხო არსად, მანდ მოხსენებული თუ არის უკუნეთი და არ მომწონს ძალიან ეს სიტყვა. ხო, აქ ჩემთან არის მარადისობიდან მარადისობამდე, ან უსასრულობა, ან ისე რა ქვია ესეთი რა. უკუნისამდე აქ წერია, ხო, უკუნისამდე წერია ძველ ქართულში. უკუნეთიო. კი წერია, ხო, მაგრამ თლაც სინამდვილეში ძველთა ძველში არ წერია, ესე იგი, ხო, ასე გამოდის. ებრაულში არ წერია. ებრაულში მარადისობა არის, ხო, რაღაცა სად მარადისობა და სად უკუნითი მაინც სიბნელეა და ხო, რაღაცა რა, ცოტა მაინც აჰა, გასაგებია, ხო, კარგი, ახლა ცოტა მაინც რაღაცაში ცოტა. აი, ხო, ვიღაცა მართლმადიდებელი რომ შემედაოს, რატო გამოეცი ებრაული ფსალმონები? და მნიშვნელოვანი თქვა სხვა წიგნებიც. იაღოვლები. მაგი ახლა რაღაცა უვიცობად მიმაჩნია, მე რატო უნდა შეგედავოს? არა, არის ხო, აი კურთხევისა, მაგრამ ნახე უყურე აი ეს ამაკ. აი მე, ეს არის ისრაელში დაბეჭდილი, ნახე? ფსალმონები არის ტექნიკა ქვია. კი შენ გეხუტუნე. ერთადერთი წიგნია საქართველოში. შენ გეხუტუნე, კი ძამი, ზანკაა. და ეხლა ვიტყვი, აგე ნახე შეხედე. ხო. რა წერია, ნახე? თელავივი 2006 წელი. ხო. ფსალმონები. ხო. აი ეს პირველი ფსალმონი, მეორე ფსალმონი. ხო, ძამი. ვიტყვი რაღაც, ნახე? მე 6 ხელნაწერი მაქვს შედარებული. აგერ ეს ებრაული ბიბლიას განახე. ხო. აი ეს ებრაული ბიბლია მაქვს შედარებული, ქუმრანის ხელნაწერები მაქვს. კიდე ლათინური ბიბლია მაქვს, ვულგატა, რომელიც პირველად თარგმნეს კათოლიკებმა. კი. და მართლმადიდებლებმა. მე მაქვს აი ეს იცხაკ მამისთვალოვის თარგმანი 1977 წელს თარგმნეს ეს ფსალმონები ძველი ებრაულიდან. ეს ტექსტი მაქვს. და კიდე რამოდენიმე ხელნაწერი შედარებული, აი ეს ძველი ქართული მაქვს კიდე ამასაც შევადარე. ხო. ყველა ძველი ხელნაწერები. ყველაფერი მაქვს. სექტვაკიტე ბერძნულსაც შევადარე. ერთი რად მოუყარე და მეცნიერულად დადგენილი ტექსტი მივიღე. იცი რამდენი სიტყვები აკლია ძველ ქართულში, ის რაც აქ არის, თუ ან ნეფილიმები, გოლიათები აკლია. 4 ფსალმონში მამაზე წერია, რომ ის არის მხოლოდ ერთი ღმერთი, ანუ ლევადეხა ნიშნავს მხოლოდ ცევაოთ ადონაი ნიშნავს ძალთა მეუფეს, ლაშქართა მეუფეს. ეს იესო არ არის. რომლებიც ხოლმე არ აჯერათ.
იესო ქრისტე მამა არის სხვა ღმერთი, ან ძველი ათმის ღმერთი იესო ქრისტე არ არის. არ არის. იესო ქრისტე არის მეორე. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ძველი ათმის ღმერთი არის საბაოთი. ხო, რა თქმა უნდა. აი რომ გეტყვია შენ რა ქვიაო შენ ღმერთსაო ვიზეროცულობო? იესო ქრისტეს ღმერთზე რა ქვია იესო ქრისტეს ღმერთს უგეტყვიან საბაოთი და სულ დამთავრდა. მაგას წყალი არ გაუვა, მთელი ესაიაც მაგაზე ეხაც მუშაობ ესაიაზე. სამორები მოუჩი. კი. რუსული ხატებიც არსებობს. საბაოთი ღმერთის რუსული ხატები არსებობს. შენ ზამიკო, მაგას რო გადათარგმნი იმათ, რა ქვია? ქართულ ენად რო გამზადება, მე შევეცადოთ უკვე კარგია. მე შევეცადოთ რუსული, ახლა მე ხო ვიცი, მე ახლა მაპატია მეს რო ვიძახი, ჩვენ რუსული ენა მე ფსალმუნი შესწავლული მაქვს, ზამიკო, თითქმის ყველა დავითის ფსალმუნი, ყველა შემიძლია ასე რომ წარმოთქვა, გაიგე და შევეცადოთ მე რუსულ ენაზე დას რომ იქაურ ქრისტიანებსაც მივაწოდოთ სიმართლე. იქ აქვს უკვე კაცო. იქ აქვს უკვე მივაწოდე მე რუსეთში დავრეკე და ჩვეულებრივ გამოიწერეს. დაახლოებით $23 თუ არ ვცდები. ამ სისკე წიგნია 500 გვერდიანია ისიც რა მე ფოტოებს ჩაგიგდებ. რუსული ვერსია თან კი აქვს უკვე რუსეთში. და დაიწყე გადათარგმნა? მოიჩნენ უკვე კაცო წიგნად ყიდიან უკვე აქვს წიგნი. მოიცა იქ გამოგიგზავნე ფოტოებს. განახებ. რუსებს აქვს, რუსები ყველაფერს უპისრებენ. შენ იმას იძახი რომ ფსალმუნები უკვე არის ახალ ენაზე გადათარგმნილი? კი. რუსები აქვს, კი, გვასწრებენ რუსები. აჰა, ძალიან კაი. აი გამოგიგზავნე. მე ახლა მე ფსალმუნებს, რომელ ფსალმუნებსაც მე ვკითხულობ, ხო? იმ ფსალმუნებში ჩვეულებრივად არის 151 არის დამატებული და როგორც ჩვენ ქართულში წერია, ისე წერია ყველაფერი. უკუნისამდესაც აქვს, თქო, სლავურ ენაზე და ასე რა. აი გამოგიგზავნე, აბა ნახე შედი Facebook-ში. კი გამომიგზავნე, კი. რუსებს. 91 ფსალმუნი, ახლა როგორ უწევთ რუსებს? 80. აი ესეთი წიგნი. შენ ახალ რუსულ ენაზე აქვს, თამგენს გაკეთებული? კი, აი როგორც მე გავაკეთე, ისე აქვს რუსებსაც. Прибывающий под покровом Всевышнего. ახალ ენაზე აქვს, ходящий по тенью Бога. შენ ბიჭო, ძველ ენაზე არ ძველი ენა უფრო მე მგონი მარგებელია რაღაცნაირად. გავიგე ზამია, შენ ახალ ენას. ებრაულიდან არის თარგმნილი. ებრაული ორიგინალიდან არის თარგმნილი. не будешь бояться. გასაგებია, შენ ახალ ენას ამბობ და მე სლავურ ენაზე ვიცი ფსალმუნები, მიხვდი? ხო, გინდა ძველი ქართულ წაიკითხე და გვინდა ის. ეს არის უბრალოდ ან როგორ გითხრა, იცი? კრიტიკულად ადგენილი ტექსტი ებრაულიდან თარგმნილი არის. ორიგინალიდან პირდაპირ თარგმნილია და ძველი ქართულად რაც აქვს, ის არის თარგმნილი. ანუ ბერძნული და როიტე და ბერძნულიდან ქართულზე ითარგმნა. ხო, გასაგებია. კნიგა ფსალმო. ეს ხა ჩამომიტანე მე საჩუქრად უნდა ჩამოიტანოთ რუსულიდან, რუსული ფსალმუნებიდან. თუ ჩამომიტანე, შენთან გამოვაგზავნი, რა ვიცი, თუ მომიწია ქუთაისში ჩამოსვლა, ამ ფსალმუნებს ჩამოგიტან შენ. ხო, ზამი, ახლა უბრალოდ მაგამდე მიგვივიდეს საქმე და ახლა ქართული ფსალმუნი რო გაქვს ნათარგმნი, მაგი მეც მაინტერესებს და მეც მინდა მაგ წიგნი ხო და ან მე ჩამოვალ, ან უფრო მე ჩამოვალ, ალბათ რაც მე დამჭირდება, მე ჩამოვალ მაგ წიგნისთვის და დანარჩენი ახლა 500 გვერდია წარმოიდგინე რა, 500 გვერდი. და რამდენი ფსალმუნია? 150. 150, მარტო 150? 155 მაგ დამატებული ყუმრანის ვერსია. და შენ ამ ხელა წიგნი არის და მაგდენი გამოვიდა გადათარგმნილი ქართულ ენაზე? კი, იმიტომ რომ ბევრი რაღაცები არის, რაც აკლიან. რა საინტერესოა. სამუნებში აკლია, დაახლოებით 50 მუხლი აკლია. რა საინტერესოა. ანუ ნახე, აი მაგალითად ის დაამდაბლებს და ის აღამაღლებს. ეგეთი რაღაცები, ხო, გაგრძელება აკლია, სხვა რაღაცა აქვს. ზოგჯერ ტექსტი ორჯერ მეორდება, ანუ არ არის გულგრილად თარგმნილი არის რა. ახლა რაც იცოდა ეტყობა სულხან საბამ ისე გადათარგმნა და სომხებსაც ნახევრად შეიძლება არ ქონდათ ლასწორად გადმოთარგმნილი, ალბათ ხო? ხო, ეხლა სულხან საბა ნახევრად ის იყო კაცო. კათოლიკე იყო, იგი იქითკენ ლათინებისკენ იხარებოდა ხო ის. ზამი დღეს ჩვენი ღვთლები ნაკლები არიან, ზამია? ახლა დღეს მელაპარაკა, ზამია. ადამიანმა რუსეთიდან ცრემლები მომადგა, ბიჭო, თვალებზე კი არა, საერთოდ როგორი დაცემულები ვარ. ჩვენთან ახლა იქაც ხო არის, რა ქვია, იგი რა ქვია, სტარასლავიანები, ძველი რწმენა ხო აქვს შენახული, ხო და იგი რა ქვია,
ტაძრებშიო ღვთლებსო თვითონ ადამიანები ირჩევენო, მეუფეები კი არ ირჩევენო, ვისაც ხალხი მრევლი გამოირჩევს, იგი არის ტაძარში მეუფე და მღვდელიო, ადამიანები ირჩენენ ძველ რუსულ ეკლესიაში და იგო შესაძირს რა საქმე აქვს ღვთელ შესაძირსო და სიწმინდეში ფულს როგორ აიღებსო? უყურებ არა აქვთ იქაც ფული და იქაც წმინდათ ემსახურებიან, წარმოგიდგენი და 8, 10, 12, 15 შვილი ყავთ, მადლიანად ცხოვრობენ ძამია. 40 წლის ღვთელი არისო ჩვენთან იქ ამხელა წვერი აქვს ვასია. მადლით დადიან, მიხვდი და ღმერთთან არიან, მაგრამ იქაც ცოტა არიან, იმიტომ რომ რაც იქ მოვიდა, რა ქვია, ნიკონის მერე და მანამდეც კიდე რაც კათოლიციზმი გამოჩნდა რა ქრისტიანობა რო გაყველ, მაგ კუდიანებმა, მაგენმა მის მერე დიდი განხეთქილება შემოვიდა საქართველოში უფრო მეტი. რუსეთში კიდე უფრო ნაკლები, ჩვენ უფრო მეტი ცოდვა გვაქვს ჩადენილი ვიდრე რუსებს, მაგრამ ისე არიან ხალხი გამოთაყვანებული. კათოლიკების ბრალი არ იყო ეგ. ეგ იყო ბიზანტიის ბრალი. რუსეთის ეკლესიამ ბიზანტიის ეკლესია ამხილა ერეში და მთლიანი ავტოკეფალია რუსეთში გადავიდა. მანამდე საქართველოს ეკლესია არ იყო ავტოკეფალური. არც რუსეთის ეკლესია არ არსებობდა, იყო კოლხეთის ეკლესია. დიახ. და როცა ამხილა რუსეთის ეკლესიამ სამართლიანად ამხილა, იმიტომ რომ კათოლიკები მართლები არიან რა. და თავიანთ სწავლებაში დღემდე ინარჩუნებენ 60 ციკლოს სწავლებას. ახლა ზიარება რომ უფუნოთი იყო და უსისხლოთი იყო, დღესაც ეგრე იცავენ, ჩვენები აღარ იცავენ. სამიკო, კათოლიკებს რო აქვთ ეგი რა ქვია, ახლა ფული შეხედე, ფულით რო ინანიებენ ცოდვებს რა ფულზე არ არის მაგენის კათოლიკე. ეგ არ იყო. ეგ მერე შემოვიდა ინკვიზიცია და ისინი. იმიტომ დღეს ახლა მასი არის მაგენთან რომ ფულით ინანიებენ ცოდვებს ხო და დღეს ძალიან განხეთქილებაში არიან და ახლა მე რო პიჯვარს ასე გადავისახავ და იგი უკუღმა გადაისახავს პიჯვარს ახლა რამდენ რაფერ მივიღო ეგი მე და პიჯვარს საერთოდ არც იყო შუბლზე იწადნენ პიჯვარს. პოლიტიკით იწადნენ აი ეს. მაგრამ კი ბატონო, კარგი ეს ასე იყო, მაგრამ დღეს თუ ახლა ჩვენ ასე ახლა 2 თითით რუსებს 2 და 3-ზე აქვს კიდე საუბარი, მაგრამ მაგას არ მივიზევ ახლა მე, იმიტომ რომ თავარია ჯერ ერი და ხალხი შევიკრიბოთ ერთად და მართლა ყველამ ერთად უნდა ვიმარხულოთ და ვთხოვოთ უფალს რომ აგვიხილოს გონება რა გზაზე წავიეთ, თორე ეგიც ახლა ეგის გასარკვევია რა თქმა უნდა, მაგრამ ვიდეო ასე თუ ჩვენ ქრისტიანები ვიწერთ, კათოლიკები უკუღმა რატო იწერენ, წვერს რატო იპარცალენ? ჩვენ ვიცით არასდროს ეგ პატრიარქმა ნიკოლმა შეცვალა 1653 წელს. შენ 2 თითი და 3 თითს ამბობ, ხო? გრიგოლის ღვთისმეტყველი ამბობს რომ ვინც ესე არ დაიჭიროს 2 თითი პირჯვარი. შუბლზე და სხეულზე. სხეულიც იყოს. გრიგოლის ღვთისმეტყველი ამბობს 2 თითს და 3 თითს არ ვეხები მე არა, ისინი ხო კათოლიკეები ჩვენ ახლა ხო ასე ვიწერთ მარჯვნიდან მარცხნივ, როგორ ისინი უკუღმა არასწორია იყო და არ იყო ეგეთ პირჯვარზე. თრიან სხეულზეა მარჯვნიდან მარცხნივ თუ მარცხნიდან მარჯვნივ არ იყო. ტერტულიანი ამბობს რომ ჩვენ პირჯვარს ვიწერთ 2 თითი შუბლზე გამოვისახავთ და ყველაფერზე რასაც ვეხებით. შუბლზე გამოვისახოთ ჯვარი, ხო ასე გამოდის? ეგრე იყო ხო, მაგრამ მე ზოგი არ აკეთებდა მაგას. ზოგი ქრისტიანი მაგალითად ამბობდა რომ ჩვენ პატივს არ ვცემთ თქვენს ხის ღმერთებს, ჩვენთვის ჯვარი წარმართული სიმბოლოა. თუმცა როგორც ქრისტიანულად მე შემოვიდა ხო? ნიკეის კრებაზე უკვე დაკარგუნდა თორე პირველი ქრისტიანები კი გამოისახავდნენ ხა ტერტულიანი წეს შუბლზე ესე ვისახავთ და რასაც ჩამთ იმას ესე ვსახავთ 2 თითით. ორი თითით, თორე 3 თითით ეს ნიკოლმა შემოიტანა. ეს არ არსებობდა ესეთი პრაქტიკა. მაგაში არ გეტავი, მაგრამ 1971 წელს რუსეთში ხო იყო კრება შეიკრიბენ ხო და შერიგდნენ ძველი და ახალი ეკლესია და აღარ დაიწყენ მაგაზე მაგის გულიზა არ ვიჩხუბოთო, თუმცა მაინც გაყოფილები არიან დღესდღეობით. არა საჩხუბარი არ არის, მაგრამ ნახე რა ხდება. მასე კათოლიკების და მართლმადიდებლები შეიკრიბენ მე-16 საუკუნეში ფერარა პროვინციის საეკლესიო კრებაზე და რუსეთის პატრიარქმა ხელი მოაწერა შერიგების სიგელს და დაეთანხმა კათოლიკებს. მაგრამ ეს ხდება ხოლმე პოლიტიკური მიზნით, გამიგე რომ მშვიდობა იყოს თორე ეგეთ მშვიდობა არასდროს არ დამყარდება ეკლესიაში. თუ ძველი ტრადიციები არ გაცოცხლდა, რაც იყო ხო ის ტაროვერებს, ნაცვლობა გრძელდებოდა 3 საათი, თუ ბოლოს სულიწმიდ ნაცვლობით თავდებოდა. სად იყო ეს წყალში ჩააგდდა რაღაც. გახარებული მეელაპარაკებოდა იმ ხელამსახურება მიდისო
გინდა შეწირე, გინდა არ შეწირე, სიწმინდეში, მსახურებაში ფულს როგორ გამოგართმევენ რო და ჩვენ როგორი დაცემულები ვართ დღეს. ჩემმა მემარ მომიყვა შენთვის არა მაქვს მოყოლილი ხო და მე და მამაო რომ მყავდა ცოცხალი მოდის ერთი და მამაო შეხედე რა მოხდაო, როგორ ვიწამოო, შვილის მონათლა მინდოდაო, 5 ნათლული მყავდაო ხო და 50 ლარი მომთხოვა ყოველ ნათლურზეო და მე უთხარიო 50 არა მაქვსა 30-ს გადაგიხციო და რა მითხრა ისა მამაო გდელმო კაი ჯანდაბასო. კაი ჯანდაბასო. წარმოგიდგენია როგორი ღლები გყავს. რო შეხედო იმივით არიან კუპატებივით არიან ბარეური სოდვები არიან ღმერთმა გვიშველოს ყველას მაგრამ ღდელი თუ მეტანიას არ გააკეთებს ის არ უნდა ითვლებოდეს ღდლა ძამია ღდელი რო წვერს გაიპარსავს და შერცხვება წვერის იგი ღდლად არ უნდა ითვლებოდეს და ძალიან დაცემულები ვარ დიდება უფალს მეტის ღირსები ვარ ძამია ისე ჩვენ ძალიან მივატოვეთ უფალი და იქნება როგორმე შვილების სადარდებელი გამიხდა როგორმე იქნება მოგვატრიალოს მოტრიალდეს უფალი ჩვენსკენ და რაღაცა იქნება ადამიანებისკენ ძალიან დამწუხრებული ვარ ამ საკითხით. მართლა შვილებმა ღმერთი არიციან, ისეთი კანონები შემოაქვთ ეხლა ყველაფერი ნარკომანია, ყველაფერი უზნეობა. ბიჭო, ხვდელი რომ პრეზერვატივს დაუშვებსა, მერე რო აყვირდება პრეზერვატივზე დედოფალი როგორ დაუშვიო, რა უნდა ელაპარაკო ახლა იმ ხვდელს? მითხარი. პრეზერვატივი დაუშვა და მე რო გამოუსახენ დედოფალი, მერე უკვე აღარ მოეწონა. რა ის ხვდელი ხარ შენ? მივხვდი ძამიერ ამ ხელაცოდვაში ვართ. ეგ მოსალოდნელიც იყო, იმიტომ რომ თვითონ ღმერთი უშვებს გაუკუღმართებულ აზროვნებას. როცა არასწორი ცემთ აყვანს ღმერთს და არ იცნობ ღმერთს. ესენი ნახე რას ეკეთებენ ლაიშის თქვი კაცო. იესო ქრისტეს გარდაო სხვა ღმერთი არ ვიცით ჩვენაო. როგორ კაცო ჩადი ეგ ხაშვეთის ეკლესია აქა თბილისში. ამ ღმერთის ხატია ცაბაოთი აწერია. რა იესოს გარდა ღმერთს არ იცნობ ხო არ უბერავ შენ. მაგენ ახლა ავანტყოფები არიან თლაც იესო ქრისტე რაშუა იესო ქრისტე მოავლინა უფალმა ჩვენი ცოდვების გამო რომ ადამიანებში ვართ ჩაფლობილი დიდა ცოდვა და როგორც ადამიანი გაიარა ადამიანისგან და სიყვარული გვანახა თორმე რა ძალა ქონია და ყველა შეგვიძლია ქრისტე რო გავხო. და ესენი ამობერო ესაო თვითონ ის არიო. ძველი დღეთა ოქროპერიც მაგას ამა ღმერთია იესო და ბიჭო ვეღონები არ არის აგე 92 სამული ხო გაქვს აბა ნახე ერთი 92 სამული მე-10 მოხლი აბა ნახე 92 სამი კი ძამია მე-9 მოხლი აბა წაიკითხე რა წერი ეხლავე სამია 80 რომელი ფსალმუნი 92 მე-9 მოხლი წაიკითხე 82 რომელი მუხლები წავიკითხო? მე-9 და მე-10. მე-9 და მე-10? აჰა. მე-9 არის ჩემთან მარტო. აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და დათაყვანის ეცით მთასა წმინდასა მისსა რამე თუ წმინდა არს უფალი ეს არის 98 არა 88 ორი რვიანი ორი რვიანი რატო გეუბნები მაგას ძალიან მნიშვნელოვანია უნდა ნახო შენ თვითონ გეუბნები ხოლმე გლებსაც კი ნახე დაიკითხე მეთქი აბა რა წერია მეთქი დაიკითხა ხოლმე და მე გარბი ზამი რაც არ უნდა უთხრა მაინც შეპყრობილები არიან გარბიან სალაპარა აღარ უნდა ცოდვები არიან ზამი ცოდვები არიან ზამია ცოდვები მე-9 და მე-10 ხო კი ბატონო აბა ნახე ზამია ღმერთის კი არ ეშინიათ მისი დირექტორებივით დაიყენენ მეუფეები ბიჭო მივხვდი ზამია მე-9 წავიკითხე მე უთხარ ეგა მე მეუფე ქრისტიან მეთქი და არაო ცდებიო ძადო ისო ჩვენი ღმერთიაო ჩვენა ვარ ჩვენი მეუფეებიო ხო წარმოგიდგენია ცოდები არიან მე-9 წავიკითხა 98-ისას შენ უფლებ ძალსა ზედა ზღვათასა და აღძვრასა არა 88 ორი რვიანი აფსამონელა წაიკითხე 88 უფალო ღმერთი ძალთა 88 არის და მე-9 თავს კითხულობ 98-ს 98-ს მე-9 მუხლი ხო შენ უფლებ ძალსა ზედა ზღვათასა არა მაგის უკან მაგ მუხლის უკან
აჰა. ერთი თუკან გადადი, უფალო ღმერთო ძალთავ. ხო, მეცხრეს წავიკითხავ და თვალნი ჩემნი მოუძლურდეს გლახაკობითა ღაღად ვყავ შენდამი უფალო და მარად დღე განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი მკვდართათვის ნუ ყოა საკვირველი ანუ არა 97 არის 98-ს მერვე მუხლი ანუ აქ შენთან მე-9 მე-10 არის ხო ნახე მაგის უკანა მუხლი ეგ 98-ს დაიცადე უფალო ღმერთო ძალთავო ვინ გემსგავსოს შენ ესე უნდა იწყებოდეს მე-9 ხო ხო მე-9 არის შეიძლება მერვე იყოს ეგ არასოროთა და ხო ახლა აგერა 99-ზე მივედი აგერ ხო და მერვეში არის რამე თუ ყოველნი დღენი ჩვენი ესე იგი ეს არ არის წელნი არა ესე 98 ორი რვიანი არის ორი ფსალმუნი ორი რვიანი მერვე მუხლი ნახე მაშინ ორი რვიანი წეღარ ვნახე ხო და იქ იყო როგორ მერვე მუხლი ნახე 97 კარგი ახლა ვნახავ 92-ს ან წაიკითხე თრიად 92 ფსალმუნი 92 ხო დიდია ძალიან წყალობათა შენ და უფალო უკუნისამდე უგალობდე თესლითი თესლადმდე რადიდებული სიტყვებია მიუთხრობდე ჭეშმარიტებასა შენსა პირითა შენითა რამე თუ თქვუ პირითა ჩემითა აქ პირითა ჩემითა არის დიახ რამე თუ ნახე უფლის წყალობებს მარადჯამს უგალობებ თაობიდან თაობას ვამცნობებ შენს ჭეშმარიტებას ჩემი პირით დიახ მერე რამე თუ თქვუ უკუნისამდე წყალობა იაღეშენოს და ცოტაშინა განემზადო ჭეშმარიტება ის შენი დიახ უფლის რადგან თქვი უკუნისამდე დაფუძდეს წყალობა და ცოტაშიგან განიმტკიცოს ჭეშმარიტება შენი ვყავ აღთქმა ირჩეულდე ჩემთანა და ვეფუძე დავიც მონასა ჩემსა შენ თქვი დადე პირობა ჩემს შეულთან შეფიცე დავით ჩემს მორჩილს უკუნისამდე გამზადო ნათესავი შენი და აღვასენო თესლით თესამდე საფხარი შენი მაგრამ შენს თავმოყრობას და თაობიდან თაობამდე დავაფუძნებ შენს ტახტს თესლით თესლამდე რაღაცა ვერ არის რა ანუ თაობიდან თაობა უნდა ეწეროს კი ზამია კი აღიარებდნენ ცანის საკრულებათა შენთა უფალო და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინაწმინდათასა განადიდებენ ცანის შენს საოცრებებს უფალო ასევე შენს ჭეშმარიტ წმინდა კრებულში ვინ არის ღრუბეთა შინა რომელი ესწოროს უფალსა ანუ ვინ ემსგავსოს უფალსა ძეთაგანი ღვთისათაი როგორ არის რადგან ვინ შეედება ცაში უფალს ვინ მიემსგავსება უფალს ღვთისშვილებში მერვე მუხლი ღმერთი დიდებულას რახვასა შინაწმინდათასა დიდარს და საშინელ მათზე და რომელი არიან გარემოისმისა ღმერთი დიდებულია წმინდათა კრებულში მეტად და საშიშია ყველასათვის მის უფალო ღმერთო ძალთავ აი ეს მუხლი გეუბნებოდი უფალო ღმერთო ძალთავ ვინ გემსგავსო შენ ძლიერ ხარ შენ უფალო და ჭეშმარიტები შენი გარემო არ შენსა ნახე აქ წერია უფალო ღმერთო ძალთავ ებრაულში წერია უფალო ღმერთო ცაბაოთ ძალთა ცაბაოთ წერია ებრაულში ვინ არის შენებრი მედგარი და შენი ჭეშმარიტება შენს გარშ აჰა აი მამა ღმერთზე არის აქ ეს მუხლი ვანახე შეხედე აქ ჩემთან როგორ არის მიახლოებით შენ უფლებ ძალსა ზედა ზღვათასა და არა ეგ მერი არის მუხლი ვერ ემოდის შენ უფლებ ძალსა და ზღვისათა ვინ გემსგავსო შენ ძლიერ ხარ შენ უფალო და ჭეშმარიტება შენი გარემო არს შენსა შენ უფლებ ძალსა აი დაიმახსოვრე ხო ეგ მუხლი დაიმახსოვრე ძლიერი მუხლი ეგ არის მამა ღმერთი თუ გეტყვია ვინ არისო რა იესო არ არის ეგ და კიდე ნახე რომელი ფსალმუნი 95 ფსალმუნის მაგენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს აი მაინც არ მოისმენენ მაგენი შეპრობილები არიან სოდვები არიან მაგენი ერთი 40 დღე უნდა დაკეტო სადმე ციხეში მეტიც უნდა ამარხულო პურზე და მარილზე უნდა ყავდეს რომ ცოტა ღმერთი მოიხსენონ თორე ასე აქვს და ჩამოკიდებული ლაყბები რა ქვია
ცოდვები არის. აბა ეხა ნახე 95 ფსამუნის მეათე მუხლი. 95-ეს? ო. მეათე მუხლი ზამი? მეათე მუხლი ნახე კი. ხო ეს ფსალმუნი ზეპირად ვიცი. მეათე რამე თუ დიდ ხარ შენ ეს ამას ამბობ და მოქმედი. ო ეგ არის ეგ. რამე თუ დიდ ხარ შენ და მოქმედი საკვირველებათაი შენ ხარ ღმერთი მხოლოი. ხედავ? ხოლოი სიტყვა არის ერთი, ერთადერთი. ლევად ეხა ებრაულად ერთი. განა სამია, ერთი მხოლოდ ერთი. ზამიკო, ახლა უფალმა ქრისტე ჩვენთვის გამოაგზავნა, ჩვენთვის რომ ჩვენ შეგვეხედა რა როგორ უნდა იყოს ადამიანი. იმხელა სიყვარული აქვს ადამიანის უფალს, გაიგე, ხოხატებად გაგვაჩინა ჩვენ და ჩვენ რომ მიხვედრილიყავით, როგორი უნდა ვიყოთ ყველა ქრისტიანი, იმიტომ ჩვენ გულისთვის გამოაგზავნა ქრისტე, თორე უფალი ახლა მიუწვდომელი არის და ხო და ძე არის ქრისტე მისი რა თქმა უნდა. პიტაპიწერია ნახეთანა უყურე. დიდი და სასწაულ მოქმედი ხარ, ხო წერია? და 124 ფსალმუნში იცი აწერია? შენ ახარო ერთადერთიო მარტოდ მოქმედი საოცრებებისაო, ანუ სასწაულების. რა თქმა უნდა, ზა ქრისტეს უფლის სახელით არაკეთებს ყველაფერს. რა თქმა უნდა, ზამი. ო, ბაბა ღმერთი არის ყველას. დიახ, ზამია, კი. ესე ამას უარყოფ, ესენი კენ რო არაო, ბაბა ღმერთიო ძის garaში არ არსებობს. ზამიკო, ეს ცოდვა ხო? ჩვენ ერში საუკუნიდან საუკუნემდე უფრო მატულობს და უკვე რამდენი საუკუნეა უფრო უძლურდებით ჩვენ მივხვდი და ცოდვები ვართ ყველა ცოდვები ვართ ძალიან მივატოვეთ უფალი და შვილები არის ჩვენი სადარდებელი შვილები იქება შვილების სიყვარულმა მაგძლებით ცოტა ღმერთისკენ მოიყვანონ ცოდვები ვართ ყველა დაღუპის გზას ვადგივართ ბიჭო რა ვიცი ზამია რა ვიცი ახლა აგერ კიდე ხატება ვართო უფალი იძახის ჩემი ხატებად გაგაჩენეთო და ჩვენ რო შევცოდეთ ადამის დროიდან და რომ მივხვდით რომ სირცხვილი რა იყო ფოთლები მოგვაფარა სამარცხვინოზე და ხო და მერე ნიფხავი დაერუქა იმას და ამგენმა სახეებზე აიკრენ იგივე ზამია წარმოგიდგენია ხო ზამია რამხელა ცოდვები არიან ზამია შეხედე ავადმყოფები შეეშინდათ ვიდრე უფლის მივხვდი ზამია რამხელა ცოდვები არიან ზამია ღმერთი გვერდზე გადადვენ და მიწის ღმერთს გაყვენ იმიტომ რომ ავად გავხდებით არა და მთელ სოფლიოში უკვე დამტკიცებულია ზამია იმის რასაც ეშინიათ ვითომ რო ამბობენ ხო იმის ზომა ხო იმისთვის პირბად ეს ხრელები არის ხო როგორც ახლა იგი რა ქვია რავი ჭიანტოლა და სპირო ხო მიხდი ხო გაზომილია ეგ უკვე დამტკიცებულია გაიგე მაგრამ ხალხი უვისობაში ყავთ მიხდი ხალხს აბოროტებენ ავანტყოფებენ მაგენი ცეცხლში იქნებიან როგორც ცეცხლში ღმერთი მაგას როგორ აპატიებს რა ექიმებზეც ვიძახი ზამია რა ქნეს ეგი ეფსახურებიან მამონას ჩვენი დღევანდელი ექიმები ცოდვები არიან გადატენილია საბავშვო ავანტყოფები ბავშვები ზამია სად იყო ავანტყოფი სად იყო არავინ ავად არ ხდებოდა ყველაფერი ნატურალური იყო საჭმელი იგი აფთიაკებში ძინავდათ გამყიდველებს ზამია ჩემ ბავშვობაში რო ვიხსენებ გემატოგენზე დავდიოდი მაშინ მე ტკბილი კანფეტები იყიდებოდა გემატოგენები და ძინავდა გამყიდველებს აფთიაკში ვინ დადიოდა არავინ არ ხდებოდა ავად ყველაფერი ნატურალური ეხა ადამიანების გაფუჭდნენ ახლა ვეღარავის ვეღარენდობი ზამიკო იმიტომ რომ წყობამ გააფუჭა ზამია აქ უკვე ღმერთი კი არა უდგენიათ პირველ ადგილზე ფული თურმე ამერიკაში როგორ ყოფილა იცი მათხოვარს რო უყურებს ადამიანი ხო შენ მაგისანა იგი ხარ რა ქვია ესე იგი ასე შენი ხვედრი მაგი არისო წარმოგიდგენია და ასე ზედაპირულ მე ღმერთმა ასე მომცა ეფული და უნდა მოვამატო ეს ფულიო მიხდი ლაზარე ახალი აღქმა დავიწყებულია დიდარი და ლაზარე რო არის ხო იცი ამას ვეღარ სამურებში წერია დიდარიო აგროებსო და ამისთვის ვის დარჩებაო კი ზამია კი იგი კი ზამია კნიაზი კი ზამია ბევრ ადგილას არის მაგი ბევრ ადგილას არის ერთ ადგილას არ არის მარტო ბევრ ადგილას არის მაგი ხო კი ზამია ამისთვის ვის დარჩებაო
ცოდვები ვართ რა ხელა განხეთქილებაში ვართ ზამიგო ჩვენი ხება ღმერთმა მიგვახედროს ზამია შენ ახლა იმ მასაკის არ ახარ მაგრამ ზამი მთელი საბჭოთა კავშირი რო იყო ხო მთელი სოფლიო ჩვენ ვიყავით მაგალითად ზამია 60-ში ცხოვრობდით თურმე ნეტავი მევლო იმ კალოშებით რა ვიცოდი იმ ხელა სტაბილურობა იყო მაგრამ პატარა ვიყავი რა ქრენ ჩვენმა მამებმა რა მაგის ახლა უფლისება ალბათ ხო ჩვენი უღმერთობის გამო იმ ხელაზე შევსვდეთ ზამია უფალს ხო იმ ხელაზე შევსვდეთ იმ კავშირის რო ზამია თამადები როგორ დადიოდნენ სათამადოდ იცი საკუთარი დიპლომატები ჰქონდათ და განსხვავებულების დიპლომატები დაატარებდნენ აი ჩვენი დაცემა მეტის ღირსები ვართ კიდე წვერცო ვიპარსავთ რას გავართ ქალი არის გაპარსული და ქალ ზალით ვემდგა ვეტენებით ზალით ვიფუჭებთ ჩმორები არიან ხო კაცები ქალწოლები ჩმორები გახდა ზამიკო იმიტომ დრის სუფრაზე ვიყავ გუდელთან დაპატიჟა ჩემის ჯარის მაკაცი ამაო რა და იქ რაღაც თემაზე რატო არ დადიხარ ეკლესიაშიო და მე ვთხარი მე თვითონ ვარ ეკლესია მეთქი რანაირად თუ და რაღაცაზე ვიკამათეთ რა მე ვთხარი აი სადაც 2 და 3-ია და ღმერთი არის იქ მე ვარო ხო ოსიესო სად არის ეკლესია იქ არის ეკლესია კედლები არ აქვს ეკლესიას მე კი არა ვეგო ერესია რა ერესია გაგე ოქროპი არ გაკითხული რამე არ არც ეკითხია მე ცოდვები არის რა რას მე პატიმი მეთქი ხო რას თავზე მახო შე რაღაცები დაუწყე და მე გამოვიდა ის ცოლი რა ცოლი ყავს ადვოკატი ქიზიყელი იმ ხელა დახვირა თავზე ამამაოს მე შემეცოდა გეფიცები ფიცი არ შეიძლება მაგრამ მე შემეცოდა თუ ხო ვიკამათეთ მაგრამ მე შემეცოდა ისე აჩმორებენ ეს ცოლები აღვდლებსაც ზამია ეგი წყობამ მოუწყო ასე ხელი რომ ქალს ხო უყურე რამხელა უფლება მისცენ ეგერ რინგზე გამოდიან და ხვირპირს უნტრევენ ერთმანეთს ზამია წარმოგიდგენია ზამია როგორი დაცემულები ვარ შიშვლები დადიან ქუჩაში ადრე ქალის დანახვა სიშიშვლეს თვალები ასე წყალდუბოში დავდიოდი მაგის გულისა რომ ქალი ბავშვი რო ვიყავი ქალის და შემეხედა და ბიჭო დღეს ის ყველა შიშვლები დადი ძარღვებს უყურებ ლაგამზე ყველგან ძარღვების მოუჩანთ ბიჭო ქალი აღარ გინდება ზამია ეგ ის სიკვდილია ჩვენი ძალიან დავეცი ზამია ჩვენ კაცები ძალიან ღმერთო გვიშველე და რაღაცა მოგმადლე კიდე სიკეთე რომ ამისთან რაღაც ჯოხებში ვცხოვრობ სოდომში ვცხოვრობ ზამია ალე ვიღაცა ხო მოგწერა თავისი რასაც უნდა იმას უზავს შე რა გინდაო ცოდვაა ზამი ცოდვა მიხდი ცოდვა თავისი ახლა ჩაიკეტოს ოთახში და არავის არ ანახოს მაო თუ მასე უნდა კუდიანობა კაცო მაგრამ ხალხში ახლა იგი შენ ხალხში რო გამოდიხარ შენ უკვე თვალი ჭამსა თვალი სვამსა არ შეიძლება შენი თვალები ცოდვით დაამძიმო ძნელია ზამია ძალიან ძნელია ძალიან თბილისში ძალიან მიძნელდებოდა რო ჩამოვდიოდი ზამი გარეთ როგორც გახვალ მეტროში ზამია ფეხბურთზე ქართველები ფულს ითხოვენ როგორ გასახედია ზამი როგორ უნდა იყო კარგად ამის არის როგორ ბავშვები ტარითვალები დადიან ბავშვები შეფერადებული თმებით კაროჩე ჭიბზე ბეჭედი ბიჭებს კაროჩე რა ვიცი ღმერთო გვაპატიე ჩვენმა მამებმა მართლა ჭამეს წემალი ეგი რამხელა ჭეშმარიტება წერია მართლა წიგნთა წიგნში ზამია ძალიან დიდი თოლებები აქვს ჩვენს იმას მეფეებს ბავშვებს მარხავდნენ ცოცხლად კოლხეთში აი მაგალითად მაგის როდის ქრისტიანობამდე თუ მერეც კაცო ეხაც არის ტრადიციები კოლხეთში მეგრელები ძალიან ცუდი ხალხი ყოფილან ძალიან კოლხები თავკუთა შვილებს ცოცხლად მარხავდნენ იმიტომ რომ ვის ქალიო დაქრუვდა და მაგალითად ორსულად დარჩა თავისი პირველი ქმრისგან და ომში მოუკვდა იმ გაჩენილ ბავშვს პირველი ქმრისგან ეს მეორე ქმრები უკლავდნენ ახლა მაგე ლომები ყოფილან ცხოველები ყოფილან ლომები აკეთებენ ასე ზამი ლომი ქმარს რომ მოუკლავს იმ პრაიჩი რო შევა და იმას რომ მოერევა ხო იმ პრაიჩს რომ მოერევა მერე იმის შვილებს უკლავს გაიგე ნუ ეგე ცხოველობაა მაგე ღმერთო რა ვიცი ზამია ახლა ზამი ლევან დადიანის დროს იყო ეგეთ გური ისა იმერეთში ახლა ვიცი მე მაგე რომ იმის ბავშვებს ყიდიდნენ იმაში რა ქვია და სპეციალურად ერთ შვილს ოჯახი გაჭირვებიდან ზრდიდა თურმე აჩენდა რომ გაეყიდათ მერე წარმოგიდგენია ზამია ეპისკოპოსების და დედოფლების ყიდნენ სოლომონის წარმოგიდგენ და მერე ბიჭო ახლა ვიღაცა გამოდის აქან დაავადებული და იგი რა უდლები დახვრიტენონ
სტალინი დაასახლეთი კი არა, ზამია, მეტის ღირსები არ იყვენ. რა თქმა უნდა, მაგ არამზადების გამო ბევრი წესიერის შეეწირა, მაგრამ ვიდეო ქურდები ადრე პატრიარქებად ითვლებოდნენ, ზამია, ცოლის მოყვანა არ შეიძლებოდა და დღეს მაფიოზები გახდნენ და წამლის გაყიდვა დაიწყენ, ზამია. წამალზე დაждდი. ხო, ზამია, წამალ და ესეც დაუშვენ. მე მგონი, არ ვიცი, ახლა მაგენი ახლა მაგსახელს აღარ ატარებენ ჩემ თვალში, მაგრამ ახლა ბარეორი ცხვარისთვის კი არიან მაგენი მასეთი, მას ცოდვები არიან, იმ ცხვარს ხვაბნებს, მასეთი მგელი, გაიგე? მაგი მწყემსია, მაგი ხომ მწყემსი აღარ არის უკვე. იხდი რაფერ ელონები ხოლმე, თქვენ კი არა ხართ ქურდები, მე ვარ თქვენი მეფე მეთქი. თქვენ ვინ ახართ ვაფშე მე? რავი, გასმეულები ხოლმე გამემართო რა. ალბესთვის გასმელაპარაკებით. გამოყავი წავიკითხო ენამდე. ცოდვები არიან, ცოდვები. მაგი არის ზუსტად ჩვენო მამებმა ადრე ზამია ხო მართლა ლეგენდები იყვენ, ზამია მაგსახელსაც ვინც ატარებდა. ჩვენ ქართველებმა ჩვენ გავაფუჭეთ ისევ რუსეთიდან თურმე აგერ ქუთაისის ციხეზე რო ჩამოსულან იქაური ძველი ქურდები ხო რუსეთიდან ადრენდელ კომუნისტების დროს ქუთაისის ციხეზე რო შემოსა დახვდნენ ქურდები კამერაში ნოხებში და ყველაფერში თქვენ ბოზები ხართ ვიცი ამ ძველი ქურდები რუსეთიდან არა გაჩერდი ჯობია შეირგე შენსა და ასე გავაფუჭეთ ყველაფერი თქვენ რა ის ქურდები ხართ ნოხებში და იმაში ცხოვრობთ არა შეიძლება თორემ ქურდი რო წამაზე დაждდება დანას რო აიღებს იარაღს რო აიღებს ომში რო წავა ის ქურდი აღარ არის კი ზამი კი მაგი ახლა ომის დროს მოხდა მაგ განხეთქილება სუჩაევაინას იყო კი ზამი ბევრი ცოდვები ჩავიდინეთ ჩვენი ცოდვების გამოა ყველაფერი და კარგია ზამია რომ საუბრობთ ამაზე იმიტომ რომ ეს სიყვარულია მაინც და მე არავის არ ვერჩი იმისიც უნდა მიხვდეს რომ ეს არ არის ასე ხო უყურებ კარგი არაფერი მოგვიტანა განდგომილება უფლის მიტოვება მაგი და დაღუპის გზა ყოფილა მაგი ჯობია ისე მშიერი ვიყვეთ გაიგე კალოშებში და ერთობა გქონდეს ოჯახებში ნათესავები დაივიწყენ ზამია ერთმანეთთან აღარ მიდიან რომ ქლესაობენო მათი პირიო ეს ყურად კი არის ფსამუნები აქ ყველაფერი წერი ადამიანის ისტორია მთლიანად კი ზამი ეს ფსამუნები არ წამეკითხა დღემდე ესე ვიაზროვნებდი რომ გაროჩე სიყვარული არ არსებობს ზამია მადლობა ადამიანის საფუძაობა ერთად აღებული არარაობები არის ზამია მადლობა იმ ადამიანს ქალი იყო ღვთისმშობელია ნამდვილად ქალი ზამია ქალში უფალმა კაციდან კი არ გააჩინა ქრისტე ქალიდან გააჩინა ქალში დიდი მადლი არის ზამია და ერთმა ქალმა მასწავლა ზამია რუსეთიდან ფსალმუნების კითხვა დღეს ახლა რას ფსალმუნებია მე ახლა სლავურ ენაზე ზამი იმას რა ჩვეულებრივად ადამიანებს უყვები ხო და ისმენენ რამხელა მადლი ყოფილა ფსალმუნებში რამხელა რაღაცა ნიჭიდებს როგორი აგებული არის სიტყვები მამის სიყვარულია ხო უფლის სიყვარული როგორ არის კარგი სიტყვებით არის აწყობილი გაიგე ბოროტის ხსენებას არის კარგი სიტყვები ჯოჯოხეთის კარგად არის მოხსენებული საღის სიტყვებით გაიგე საღის სიტყვებით დევნიანო რატომ იმატოვებ მამაო ყველა აღებული ადამიანის ძენიო არარაობაზე უარესია 51 ფსალმუნში რო არის ღალაძე ის იმა მეფე საული რო იმაშვება და დავითთან რო გაცემენ და ზაკრობა მოიფიქრეო როგორც ბრიტვა არის მჭრელი იმის არა ზაკრობა მოიფიქრეო მიხდი რუსულ ენაში ასე არის როგორც ბრიტვა არის მჭრელი ისეთი ზაკრობა გაქვს მოფიქრებულიო სარო გიდგენია დავიკითხავ ნახე რა სტრაბახობ ბოროტები ძლიერო ღმერთის წყალობა საყოველთაოა სიცრუეს იზრახავს შენი ენა როგორც გალესილი სამართებელი knelია სიხალისა წარმოგიდგენია გიყვარს ბოროტება სიკეთეზე მეტად სიცრუე მეტად ვიდრე სიმართლის თქმა გიყვარს ყოველგვარი სიცილის წამება ენამ ზაყვარო ამიტომ მოგთხრის ღმერთის ამუდამოდ დაგანადგურებ არაფერს კარვიდან და შენს ფერს ამოძირკავს ცოცხალთა ქვეყნიდან მან ნახავენ მართალენ და შეშინდებიან და გაიცინებენ მასზე აგერ კაცი რომელმაც ღმერთი არ მიიჩნია თავის სიმაგრედ არამედ თავისი დიდი სიმდიდრის იმედი ჰქონდა და თავის ბოროტებაში გამაგდა ხოლო მე ვითარცა ამ წვანებული ზეთისხილის ხე ღმერთის სახში დიდება უფალ მე ღმერთის ალობაზე ვარ მინდობილი უკუნითიკუნისადმი გადიდე ბუდამ შენი ნამოქმედარისათვის და მივენდობი შენ სახეს რადგან ის ასე კარგია შენს წმინდათა წინაშე
ერთი კანონიერი ქურდი იყო ქუთაისში. დიდი სასახლე კომპარავით ვარեց ოქროებში, ვერცხლებში და ცოლიც რაღაცები და ბოლოს გაპარტახტა კი არა მიწასთან გასვლა და დღეს პოლიციის დიდი შენობაა იმის სახლის თავზე აშენებული. კი, აცხოვნოს უფალმა, ხო, დღეს პოლიცია მაგის სახში ზამია, კი, ზამი, კი, არა და რა იყო იცი, მაგის ახლა სისტემის მსხვერპლი იყო უბრალოდ ძალიან დამძიმდა ცოდვა მათი, თორე მაგი ნამდვილად წესიერი კაცი იყო ზამია, ნამდვილად წესიერი კაცი იყო, წარმოგიდგენი აცხოვნოს უფალმა, მაგრამ იგი უკვე წყობაა, ხო იცი, ცოდვაში რო ცხოვრობ, უკვე შენზედაც გადადის მაგ ცოდვა. თორე ზამია მართლა წესიერი კაცი. აგერ წერიაო, აგერ კაცი, რომელმაც ღმერთი არ მიიჩნია თავის სიმაგრედ, არამედ თავისი დიდი სიმდრის იმედი ქონდა თავის ბოროტებაში გამაგრდაო. მაგათ ადამიანებზეა საუბარი. ხო, ზამი, ხო, ცოდვები არიან, ზამი. უცოდინრობის ბრალია, მაგი ზამია. უცოდინრობის ბრალი არის, ზამია. ხო იცი, თევზი თავიდან ფუჭდება, მწყემსი რო არ ვარგა სახელმწიფოში და წყობას ცუდი მიდის და მაგის დღეში ვარ ჩვენ უკვე კაი 35 წელია რას კავშირი რო დაინგრა მაინც კაცო მაშინ სინდისი და ნამუსი და ოჯახებში ყველა მოვდიოდით და რას ამბობს ზამია სტაბილურობა იყო და იმედი იყო და რაც ეგი დავანგრიეს ჩვენმა მამებმა დაანგრიენ კაცო სხვას კი არავის არ დაუნგრევია იაწყობილი კავშირი იმას ლოზუნგად ეწერათ პარტია ჩესტი სოვეტს ნაშე ეპოხიო სინდისი და ნამუსი არის ჩვენი ისო რა ქვია წყობაო და ამგერმა სინდისი და ნამუსი მამონაში გაცვალენ ზამია დოლარში ადრე ბარიგა არ გახსოვს ზამი ბარიგას გასალახა დაძებდნენ წამლავს ხალხსო დღეს სახელმწიფო ყიდის წამარს ეგერ ქუთაისში პატარა ბაზართან რო ჩახვიდე ღვდლები დედები გოგოები კაცებზე აღარ ვამბობ დადიან და წამალზე ზიან აი ამისანა სახელმწიფო გახდა ბარიგა სახელმწიფო და იმედის ღირსები ვართ ალბათ იმედია გადაგვარჩენს უფალი და იმედია კიდე დაიხსნის რაღაც რამოდენიმე წლებით დედამიწას იმედია თუ არა და დიდება უფალს სიკვდილი ხო იცი არ არსებობს თავარია სული და სული უყტავია და იგით ხო იმგენვა მე ჯოჯოხეთში არ გონია რომ უფალი მოვახვედრებს მაგრამ ჯოჯოხეთი ძალიან ტკივილია და ღმერთმა გვაშოროს ყველას რა ანუ შენ ასე ძახი ახლა სამონები უნდა დაუბეჭდო ხო რა დამავალა ზამიკო მეც მოგეხმარები და გავაკეთოთ ახლა ცალკე იმას დავდგინდეთ და ვიჯექი გამიგე ერთხელ ვიჯექი სამსახურში ფიქრობდი რა რაღაცა ღმერთზე რაღაცებზე ესე მოდის ხოლმე რომ აი ხა შეუნა ილაპარაკო აი რაღაცა დრო არის რაღაცები გავდიო ხოლმე რაღაც არ ვიცი რა ლაპარაკო მაგრამ რავი ნაყოფიერი გამოდის თვითონ მაწვის რა და ძივარ ესე და ფიქრობ რა გავაკეთო ან როგორ მოვიქცე რაღაც და უსმოთ მითხარ რომ შენო ფსალმუნები უნდა დაბეჭდო ცალკე წიგნად აი როგორც აესი არის რა კი შენ გეხუთუნე ეს მოვითორი მე არ ვაპირებდი ახლა ძალიან ძვირიც არის ხო 2000 წლამდე კი მიჯდება მაგრამ ფულს ვინაჩივის გავაკეთე მაგრამ ახლა დამავალა მე არც ვაპირებდი ამის გაკეთებას მეც მოგცემ ზამია ნახევარ ფულს მე მოგცემ ზამი კონდეს ხედველობაში გავაკეთე ახლა მე დამევალა მე უნდა გავაკეთო დანარჩენი ხა შენ თუ კიდე ჩამოგიტან და თუ გინდა გაკეთე თუ გინდა აჩუქე რა ეგ შენზე ზამია გაყიდვა პატარაობიდან მცხენო და გაყიდვა და არიგე მაშინ კაცო აურიგო პატიმრებს დაუვი ვარიგოთ პრობლემა არ არის მაგი მადლია ხო დავალება მივიღე ესეთი რომ სამულებ ახალ ქართულ ენაზე რომ გაიგონ ხალხი და უნდა დაურიგო პატიმრებს ზამია უბრალოდ პატიმრების კნესა მოვიდავო ჩემ ყურამდე ესე მითხრა დიახ მე პირველად ახალი აღთქმა პატიმრობაში ავიღეთ ციმბირში ისი საჯოჯოხეთში ვიყავი და იქ მოვიდე პირველად ახალ აღთქმას ხელი 20 წლის ვიყავით პატარა ვიყავი სულ თუ 22 წლის ასე მიახლოებით ასე პირველად დავიწყე იქ რომ გამიჭირდა ზანდა გაუბოზდე თუ კაცი დავრჩივა ამის არა განსაცდელებში რო ვიყავი იმიტომ რომ გამზღრები იყვენ ამი გაბოზებულები და ამის არა განსაცდელებში ვიყავი და მადლობა უფალს რომ ისევ კაცურ გზას გავყევი გაიგე მაგრამ მაგან მომეხმარა ზუსტად ახალმა აღთქმა და ისევ გამამაგრა მუხლები გამიმაგრა აბაზამი და ამიტომ დიდება უფალს მაო დიდე უანგაროთ ვაკეთოთ ყველაფერი რაზეა საუბარი ზამი აქ რაზეა ეცებს სამუნებს შეხა მე ხო სიღმისეულად შევისწავლე დილასაღამო ვეჯექი და ხო ჩაიწყო გახსოვს სულ სამუნები რაზეა ეციო მეო შევისმენო უზენაეს შეისმენს პატიმრების კნესას აი ესე დამბულზდა რომ მეთქი ვახსადა ვარდო ზამია დიდება უფალ ზამია დიდი ცოდვა და გაჭირება და უბედურება არის და ჩაკეტილი კაცი ძალიან ცოდვაა ზამია მაგრამ ესეც ეს წყობის ხვედრია ეგი და აი იოანე ნათლისმცემელის ყავდათ იქ და ეს ახლა წყობა ასეთი ეს მიწიერი ცოდვა ეგი მიწიერი ცხოვრება არის და ამის გარეშეც არ გამოდის მაგრამ ხო იქ უფალი ნამდვილად მიდის ადამიანებთან იმიტომ რომ იქ ჭირი და ვარამია ზამია
ჩემი მაგალითებით გეუბნები ზამიკო მე. ოქიმერების კონესაო. ხო, ზამია, ხო. კარგად ვისაუბრეთ, შენ გეხუთუნე და დროებით დავშორდეთ თუ გინდა ერთმანეს და მიყვარხარ ზამი. შენში წესიერებას უყურებ და მსიამოვნებს. შენი ყურება აქაც, იქასა ყველგან ხო და დიდება უფალს იქნება ღმერთმა რაღაცა უფრო მეტი მადლი გაგვაკეთებიოს. ჩვენ ვეცადოთ და ვეხვერწოთ, ვილოცოთ და რავი დიდება უფალს იმედია უფალი არ მიგვატოვებს. რასაც მაძლევს ნაჩუქრად ავთვლიდან რა. ახოთ ერთხელ უთხარი რატო არ მაძლევს სიმდიდრეს მეთქი და აი არცელია. ეგრევე მოვიდა, აზრი მოვიდა ეგრევე თავში რა, არ ვიცი, საიდან მოდის ხო მე კი არ ვფიქრობ, მოდის. შენი სიმდიდრე მე ვარო. ხო, რა კარგია. აპა ზამი, რა. აგერ კალიფორნიას რა მოვიდა, ხო ხედავ? კი, ზამი, კი. ისინი მილიარდერები იყვნენ. ერთ წამში აღარ არიან. ხო და რა ვიცი, ესე იგი მართლა ეგრე სწორად ყოფილა. ფული იცვლება ზმაო. ადრე რომაული ფული იყო, დღეს დოლარი არის. ზამი, იმან რო შეცოდა, რა ქვია, ადამიანის შვილმა როცა კაინმა რო შეცოდა და მე რო გაბრაზდა ერთი თქვენი ხვედრიო, ოფლი და ქართულად არ ვიცი, მიწიერი ცხოვრებაში, ოფში და იმაში გაატარეთ პურის საშუალებლად. მართლა მასე უნდა გავატაროთ, ზამია. მართლა მასეა ჩვენი ხვედრი. მიწიერი ცხოვრება, იმიტომ რომ სიკვდილი არ არსებობს, ზამია. ქრისტეს გულისთვის და სიმართლის გულისთვის, ხო? სიკვდილზე სიხარულით უნდა წახვიდე. ნებისმიერ წვიმანში და გაიგე? მაშინ ღმერთი არ კლავს, მაო, მე ბევრჯერ მინდოდა მაგ სიკვდილი სიმართლის გულისთვის და სულ ამარე და უფალმა მე სიკვდილი. სიკვდილს უნდა ეძებდე სიმართლისთვის, ზამი. ო, მე ვერ მოკლავ. ეგ კაცო მივედ პიტაპი. ისეთი გასაცდეში აღმოჩნდა. პიტაპი მარტო დავილაპარაკე ადამიანს და ვეღარ გამიცნო. სიმართლე დაგიცავსო რა. ცოდვები არიან, ზამია, ზამია წვერს იპარცავენ, მადლი დაკარგული აქვს, ზამია. მადლი დაკარგული აქვს, ზამია. რატომ აწყობები მე უთხარი ქალის გამო მე რატომ ეწყობები? ვაწყერინე, გავაუპატიურე, ძალა ვიხმარე, ქმარი ყავდა, ვიცოდი და ძალით მივედი, არ ყავდა. ქმარიც რომ არ ყავდაო, გაშორებულიც რომ ყოფილიყო, არ უნდა მისულიყავდე და თუ არ უნდა მისულიყავდე მეთქი, შენ რატომ მეუბნებოდი, კაი ქალია ცოლად მოიყვანე მეთქი. მე შემომარტყა. რატომ ვიტყავ მეთქი მე უთხარი? რას დახტიხარ სიტყვებზე მეთქი? ჯერ მეუბნები რომ ცოლად მოიყვანე, კაი ქალია, მე მეუბნები რომ გაშორებულში გაქვს, მაგის შენ კიდევ ვერ მოიღე გულიდან. სულელია ვიღაცა კაცო, რავი. ესეთები რამდენები არიან, მე რა ვიცი. მაგი როგორმე პიჯვარი გადაისახე და დაივისყე, მაგი დუღა ფიქრობ მაგაზე, სხვა რამეზე იფიქრე. ქალზე საერთოდ ვფიქრობ, ზამია, თორე ჩვენ მაგის რო არა გვაქვს, ზამია. ესე მაგალითად მოვიყვანე, რომ კაცები რო იცავენ ამ ქალებს ის გამო. ქალის გამო რო კაც დაარტყავ. ზამია. რა დაუჩავე? ზამია, დღეს, ზამია, ხო? დღეს, ზამია, არაფრიდან არავისგან არაფერი არ უნდა გაგიკვირდეს, იმიტომ რომ დიდი ხანია ჩვენ 35 წელია, ზამია, სინდისი და ნამუსი ასე ითელება. 35 წლის უკან სინდისი და ნამუსი ყველამ თავისი ადგილი იცოდა, ზამია. დღეს ზაბოჟნიგი და პარტნიოი ყველა გახდა ბლატნოიო, ხო? დღეს მაგ დრო დადგა, ზამია. დღეს უკვე ქალები გახდნენ, ზაბოჟნიგები და პარტნიოებიც უკვე მარტო კაცები კი არა. ღირსებაზე აღარ არის საუბარი. არა, ზამი, ცოდვები არიან, აღარ უნდათ ღირსება, ზამი. იმიტომ რომ წყობა არის ასეთი, კაპიტალიზმია ასეთი. ეს კაპიტალიზმია, ჩვენ კაპიტალიზმი, ქრისტიანობა არ არის, ზამია. ქრისტიანობა არის სოციალიზმი, ზამია. მეგობრობა, ძმაკაცობა, ადამიანობა, ლუკმაპურის გაყოფა და კაპიტალიზმი პირაბირ არ უნდა გაუყო. ეგი შენ რო დაგჭირდეს, მე რო და აგროვებენ ულპებად. ერთი ხო იცი, მდიდარი როგორ მოხდა, მილიარდელი ევროპაში მოხდა, მაგან ბაბი, ხო იცი, მე რაღა მომკრავს ამდენი და თავის სასავში შევიდა შემთხვევით და ჩაეკეტა კარები. არავინ არ მიაკითხა და შიმშილით გაზურა სული და პურის გულიზა, მე პურის გულიზა რა მოხდებიო და თურმე იგი დაწერა მე სისხლით რომ თურმე არ ყოფილა ფული ყველაფერი. აგარიან. მე რა მომკლას პურის შიმშილით როგორ მოხდებიო და ოქროში გაზურა სული. იტანეკეს არ იყოს, ხო, ღმერთიც ვერ ჩაძირავსო და აი, ხო ჩაიძირა. ხო, ვერ ჩაძირავს. როგორ ვერ ჩაძირავსო? მასეა, ხო? ვინც სული ღმერთზე ხო იქ არის კიდევ სამონებში. შენ მოსპობ ყველასო, ვინც გაგიორგულდებაო. დიდება უფარსა. ერთხელ ვიდა ჩემს ველაპარაკებოდი, გამიგე რაღაცა ძალიან სმაზე გადასული და აი ჩვენი ძმასავით, რა ქვია მაგას? გრიგოლა. დამეკარგე ორი დღეა ვეღარ უკავშირდე. დამირეკა წინაზე და არ ვიყავი ის და ვერ მივაქცე ყურადღება, რავი, რა უნდა და ღამით 2 საათზე.
4 საათზე მიერეკავს ხოლმე სვავს და ზამია ხო მასე იცის და ხო დიდება უფალს ხო და ვეღარები რა სამოვიდა რაღაცა სიტყვას მოუყვან ხოლმე რომ აი უმიზეზოდ ჩემიძულეს უმიზეზოდ მოწული ემაზე მეტი მყავს ვიდრე თმამაქს თავზეო დავითავს აი რაღაც ორ სიტყვას ვეთქვი ხოლმე იცი როგორ შველით ბიჭო რაღაც ამოისუნთქავენ ხოლმე ვახში გაგახაროს ღმერთო რა კაი რაღაცა მithქარიო ხუტუნე მართალი ხარ და არიჩქარო ზამია და მასი მშვიდობით გავყვეთ ზამია არიჩქარო მშვიდად იყავი ჯერ საკუთარ თავს მიხედე ზამია რომ სულიერად იყო ჯამრთელად სერაფიმე სავროველმა ხო იცი რა თქვა ჯერ თავი გადაირჩინეო და მერე შენ ირგვლ გადარჩებიან ათასები სულიერად შეეცადე რომ სულ კარგად იყო ზამია როგორც რაღაცა დაგამძიმებს საქმეც გადადები გვერდზე ზამია წვალებიანი საქმის გაკეთება არ გინდა სულიერად როცა იქნები ჩამოყალიბებული მაშინ აკეთე ყველა საქმე ზამი გაუფრთხილე ესეთი რაღაც მითხრა ნოყურე თუ შენო არჩებიო ჩემთანო ჩემ აღთქმაშიო ვინც გიცნობსო ყველასო ვინც გიცნობსო და ვინც შენს აზრს იზიარებსო ყველას გადავარჩენ თუ შენ არ მოიყვანო ცოლსაო რა ჩემთან თუ დარჩები აი ამემაში რა მონაზნურად მარტო ვარ ეხაც მარტო ვარ ზამი ანუ რაღაცა მნიშვნელობა აქვს რა ღმერთს დიდი ჭუჭყია ზამია ხალი რო იცოდე ისე წარმოიდგენე აბა დიდი ჭუჭყია არია რა მაგარ შარია აგე ჩემი შვილი ზედაა რაც არის ხო იმენა ქაჯია რა ვინ არის ორჯერ მიჩრა პოლიციაში რა გავაკეთო არ ვიცი ზამი ხო დიდება უფას რაც არის თავზევი ძალა არ არის მაგრამ რაც არის ახლა ხო ზამია ხო და ახალ განსაცდელებს შვილი მეძდება შვილი ბიჭი მეძდება მაგალითად უნდა იყოს დედა უნდა იყოს მაგის მაგალითად ეს აქა კაცებს უწერს როგორ შეიძლება კაცო ზამია ცოდვა ზამია იგი წყობა ასეთი გაიგე ზამია გაიგე იგი სისტემა მაურია ტვინი ყველა ზამი მე ზამია საკუთარ მოოჯახის წევრებმა ციხეში გამიშვენ ზამია მამა და დედა 26 ფსალმუნში არ არის მამა და დედა მიგატოვებსო და მე არ მიგატოვებო ზამი შენ გეხუტუნი ო და მაგრამ ვიყავი მეც და გადამარჩინა ღმერთმა პოლიციელმა რა მითხრეს გადამარჩინა აგერავარ ვერ უყურ რამხელა წვერები მომაშვებია დიდება უბა დავუდგება დამიბარა და მივედი და შენ რა გინდა აქაო მე უცხარი მე ვაიციო შეზევა საჩივრები არის შემოსული რა არის მეთქია დალადობაო გატაცებაო რაღაცა ისენიო შეურაცხყოფაო ფიზიკური ისაო მუქარებიო რაღაც ხუთი და ის ქონდა საჩივარი მე უთხარ გალობელი კაცი ვარ უფალი მიყვარს აგერ სამურებს კითხულობ მე ვანახე ჩემი გადახედე სემინარები დამთავრებული შენ ადგილასო მე რო ყოფილიყავიო შენ ცოლსო კედელზე ტვის მევასწრებები იგეთ რაღაცები გითხრაო ახალგაზრდა ბიჭი ხარო წადიო გამომიშვეს ჩემი ცოლია მეთქი მე უთხარ ეგეს დამარა რომ ჩემი ცოლია ვაგე ჯვარდაწერილები ვარ ჩვილი ყავს მეთქი და არიჯერები არ უთხრა ეგრე ხედავ როგორ გამწირამ ქალმა რა ზამია ნუ გიკვირს შენ გეხუტუნე ნუ გიკვირს ზამია რა ნუ გიკვირს შენ გეხუტუნე ნუ გიკვირს რა არ გაგიკვირდეს მაგისა და რაღაცა გიხაროდეს იმიტომ რომ მასე მართლა უნდა ახდეს ეთყობა ზამია წყობა ასეთი ხალხს აბოროტებს ძალით ეშმაკია მოდებული მთელ საქართველოზე ზამია მთელ საქრისტიანოზე ზამია რუსეთშიც მოდებულია სატანა ზამია მეფე ერეკლე არ შეცდა რომ დაინახა ეს უბედურება და ქრისტიანებისკენ წაიწია და რუსეთში ზამია თავადები ხო მერე უკვე და მერე რო დავახლოვთ თავადები ქართველები უფრო მეტი იყვნენ ვიდრე რუსები ზამია და სანამ საბჭოთა კავშირი დაინგრევოდა საქართველოს რესპუბლიკა პირველი იყო საბჭოეთში პირველები ვიყავით მთელ სოფლიოში ქართველები ზამია პირველები ვიყავით ზამია და ვერ შევიშვნენ ზამი ქართველები რუსეთში ამხელა რუსეთში კარებს ყველგან გვიღებდნენ ზამი მე მახსოვს ეს კარგად იმიტომ მამა ჩემი ციმბირში ცხოვრობდა ყველგან გვიღებდნენ კარებს ჩვენ მამებს უღებდნენ კარებს და ბიჭო ცოლებს კაცებს ათრობდნენ ვინც პატიჟებდა და ცოლებთან წვებოდნენ და დღეს იმდენი შვილი ყავთ გაჩენილი იქ თავისი მამობის როცხვენიათ ამ არამზადებს წარმოგიდგენია ზამია ოჯახში გვიშვებდნენ ისე უყვარდით სტალინის გამო ჩვენი წარსულის გამო ჩვენი მეფე ერეკლეს გამო და ოჯახში გვიშვებდნენ ასე კარებს გვიღებდნენ და ქმნებს ათრობდნენ ეს საცოდავები და მის ცოლებთან წვებოდნენ ზამი ეს არის რომელსაც ყველა ჩვენზე უფროსმა თაობამ ყველას აქვს ეგ გაკეთებული ზამი აბისანა ქრისტიანები ვართ ჩვენ ქართველები ზამი მაგრამ კარგებიც ავართ იმიტომაც გვიხდის ღმერთის შულებით ეგე ხო გარკვეულ ახალგაზრდობა ხო ზამია ხო იქ წერია კიდევაც არც ერთი ცოდვა დაუჭერი არ დარჩებაო
ხო, ძალიან. მომავალ თაობას მოგითხავ, მეოთხე თაობაში მოგითხავ უფალი ძაღლს. ხო, წარმოგიდგენია ძამი, წარმოგიდგენია რამხელა უბედურებაა ძამი. წარმოგიდგენია პირველები ვიყავით ძალიან სოფლიოში. ეხლა მე რო ვეუბნები, მე ვარ პირველი, მეორე, მესამე. მეოთხე თაობა ვარ მე, ჩემი დიდი ბაბუის, პაპის, მეოთხე თაობა ვარ მე და. ნუ მაგას ვეუბნები ხოლმე, რაც იმან ჩაიდინა თუ რაღაცა ცუდით გამოუვიდა შენს თვალში მეთქი. აგერ მეთქი არ მინდა მეთქი, მეც კი გავემეოროს, მე გადავიხდი მეთქი რა, თუ გაბრაზებული ხარ ჩემ წინაპრებზე მეთქი. ჩემზე ტყდება, იმიტომ რომ მე ვარ მეოთხე თაობა. მეოთხე. მე არ უნდა გამოვასწორო. ანუ თავი მიუძუნა ხმერს და გამოვასწორო, აი ახლა რასაც ვაკეთებ. მიუძურა. ხო, ანუ და დავისაჯო რა, ეგრე გამოდის. ზამია, გავყვეთ ამ გზას, იმიტომ რომ მართლა ხო იცი რომ სულიერად ბედნიერი ხარ და ამაზე კარგი არაფერი არ არის, ზამი და გავყვეთ დიდება უფარს, გავყვეთ სამი, გავყვეთ. ღმერთმა გვატაროს, ღმერთმა მაქვს. არ ვიცი მე თვითონ ნერვები მიმტყუნებს ხოლმე. ძალიან ბევრი წინააღმდეგობები მაქვს. საერთოდ მოდის ეს ქარიშხალი არ ვიცი, ხან მამა, ხან დედა, ხან შვილიდან. ჩამოდი ჩემთან ქუთაისში. ჩამოდი თუ გინდა ჩემთან. უმიზესოდ მიძულებენ, აი რატო სიყვარულს ვცდილობ და ეგ სამურებს წერია. სიკეთეს რომ ვცდილობ, მაგიტომაც მტრობებ. ზამია, იგივეს მიკეთებენ მეც და მე იმიტომ ვარ გამოკეტილში ვარ, ჩემთვის ავარ ცალკე. ოჯახის ხანდახან კვირეები გადის, ამბები არ ვიცი ზამია. არა და ერთჯერ ქვეშ ვცხოვრობთ, მაგრამ დიდება უფარს დიდი სახლი არის და მაქვს. ხანდახან კვირაობით არ ვიცი ამბები ზამია. მიხვდი ცალკე მაქვს. მეც არ მაგებინებენ რა, ჩემი ბავშვი როგორ არის რა. მეც ისე ვარო, ახლა მადლობა უფარს რომ ოჯახის ამბებს ვარ ასე გამოკეტილი ერთი სართული ჩემი ზედა სართული და უყურებ ცას გადავხედავ აქანე მთელი სოფლიო მოჩანს ჩემგან კარგი ადგილი მაქვს კარგი ადგილი ჩემო თუ მაინც რა მითხრა სანამ წავიდოდა სახელმწიფო დამშორდებოდა რა მითხრა იცი ანუ ბიბლია ვან ჩემი თავიო აი ჩიო უცოდვა ხო ძამი ხო რა გინდა კარგად უთქვია კიდე რა გინდა ცოდვებია იმიტომ რომ ძამი ამას იზღვის იცი ვინც უკვე თავიდანვე ვერ არის ქალის იმას ვერ ატარებს ესე იგი იერს იმიტომ რომ იმან არის ის რომ ქალი და კაცი ერთი არის უფალში არის ის და იმიტომ ბიბლიას არ ექნებოდა წაკითხული აღთქმას არ ექნებოდა წაკითხული რაც მოგივა დავითაო ყველა შენი დავითაო ჩვენი სიყვარულით და ჩვენი იმ მადით ბევრი რამას ჩვენ თვითონ ვიფუჭებთ და სიჩქარით ხო იცი ძამი ჩვენი ბრალია მაინც ყველაფერი ძამი მაგისანა მეც მქონდა მაგისანა მაგალითი ცხოვრებაში ძამი მე და მაგაზე უარესი ძამი აჩიო რა მაგაზე უარესი მე უთხარი კაი მე შენ გიჩო ამას მივატოვებ მეთქი და მე რა მითხრა იცი შენ რაც არ უნდა მიატოვო ესენიო ღმერთიო მაინც მოგძებნისო ამოგიყვანსო იმ ჭუჭყიდანო და მაინც თავის საქმეს გაგაკეთებინე შენ თუ მიატოვებ ღმერთო ღმერთი არ მიგატოვებს დიდება უფარ ზამიკო იმის ვეშაპშიდას ვერ დაიმალები ხო იცი იონასავით ხო და მოგაფურთხებს იქიდან რაც ვერ დაიმალები ვერსაც ვერ დავემალები დიდება უფარ რამე გადავწყვიტე წარმოვიდგე მესამე წიგნებს დავბეჭდავდი მეთქი ხა ხეთას ვიღებ ხო რაღაცა ბუშაობ მოდი რა თუ ძმახარ ხო ვის არ შეინტერესებს ხა წიგნებია ხარბაითა რა ის ელოქი და არ ბეჭდავდი და უცბად მოვიდა ეს ხმა რა შენო დაბეჭდეო და გავრცელებით მე გავავრცელებ მე მივიღე გადაწყვეტილება რომ ეს რაც ინფორმაციები ქონდა კარგია თუ ცუდია ეს დებატები 3 წელი რაც ქონდა ყველაფერი ერთად შევკრიბე 4 წელად გამოვეცი და მართლა ვცელდება რა თვითონ ისეთ ადამიანები მირეკავენ წარმოდგენა არ მაქვს საიდან მოდიან მართლმადიდებელია ზოგი აღოველია ზოგი ის არის ყველა ინტერესდება ან ყველგან თავის სიტყვას ყოლი აგზავნის რა ზანკაი შენ გეხუტუნე ზანკაი მიხანებ ამ დებატებში და იმეებში რომ ეუბნები მღვდლებსაც და თეოლოგებსაც არავინ არ გამოდის ჩემთან ზამია შეშინებულები არიან ზამია შეშინი მაგე რო დაინახონ მაგენი ხო всё მაგე დაატოვებია მაგან ახლა თანამდებობა იმით კი არა აქ უფალი და ღმერთი კი ანიშნავს დირექტორი ნიშნავს ხო და დირექტორს შეუძლია მოხსნას ასეთი წყობა გვაქვს სამწუხარო ზამია და მე სტალინმა დახრიტაო ბიჭო დასახურტები არ იყვნენ გლეხებს ადრეს შეგდებდნენ ხო გოგოებს აუპატიურებდნენ ხოდეთა უნდა დაწოლილიყო ახალთხოვარიყო მე ეგ გაიგე ვისი შვილი ვის იმაშია ახალგაზრდები ჯარში მიყავდათ ომში რერეკლეს ამოწყვიტეს თელი ახალგაზრდობა
ამდენ ბრძოლებში. ატიშახთან მიყავდა. ეგი ვახსენეთ და რეკავს, აგერ ეგი შევმოვიერთოთ, მოდი, გრიგოლა.